წარმოიდგინეთ, რომ სამყაროში მოგზაურობთ და გარედან უყურებთ ჩვენს სახლს, ჩვენს galaktikas, ირმის ნახტომს. მასში უამრავი წვრილი წერტილია, რომელიც ანათებს, ეს მზეებია და მათი რაოდენობა 100 მილიარდზე მეტია. ერთ galaktikაში მხოლოდ, galaktikები კი მილიარდობით არის სამყაროში. ამ მზეებს შორის, ანუ ამ ვარსკვლავებს შორის არის ერთი პატარა ჯუჯა, ეგრეთ წოდებული ყვითელი ჯუჯა, რომლის ირგვლივაც რამდენიმე ციური სხეული მოძრაობს. ეს ჩვენი მზის სისტემაა, ჩვენი ერთადერთი სახლი ამ განუსაზღვრელ სამყაროში. და ამ ციურ სხეულებს შორის არის ერთი პატარა, თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ გარედან თუ შეხედავთ ძალიან ლამაზად ცისფრად მოელვარე პლანეტა, რომელიც მზიდან მესამეა და რომელიც ჩვენი სახლია, ჩვენი უშუალო სახლი. იცოდით, რომ ჩვენს ძვლებში არსებული კალციუმი, ან ჩვენს სისხლში მოძრავი რკინა, ან ჩვენს დნმ-ში აზოტი, ნახშირბადი და სხვა ნივთიერებები ვარსკვლავური მტვრისგან არის წარმოქმნილი. კი, ჩვენ მხოლოდ დედამიწის შვილები ვართ, მაგრამ ასევე ჩვენ ვართ შემდგარი ვარსკვლავური მტვერისგან, რომელმაც ევოლუციის გზაზე ძალიან საოცარი გზით შეიძინა ცნობიერება. ჩვენ დღეს გავეცნობით მზის სისტემის 4,5 მილიარდ წლიან ისტორიას და მოგიყვებით თუ როგორ იქცა კოსმოსური მტვერი და გაზი მკვლდოვან პლანეტებად და ასევე გაზის გიგანტებად. რატომ აღმოჩნდა დედამიწა ზუსტად იმ ოქროს შუალედში, სადაც სიცოცხლე ჩაისახებოდა? რას გვეუბნება სამყაროს გამოცდილება ჩვენი მზის სისტემის მომავალზე? ეს არ იქნება მხოლოდ ასტრონომია, ეს იქნება ჩვენი გენეალოგიური ხე, ოღონდ კოსმიურ მასშტაბში. ვიდეოში განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება მზის სისტემას. ასე რომ მოემზადეთ, ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას დროსა და სივრცეში და ეს მოგზაურობა მოკლე არ იქნება. საკმაოდ ხანგრძლივი, ზოგჯერ დაფიქრება დაგვჭირდება, ზოგჯერ ცოტა უკან გადახვევა და თავიდან მოსმენა რაღაცეების, რომ გავერკვეთ სად ვცხოვრობთ. რა არის ჩვენი სახლი, საიდან მოვდივართ და საით წავალთ საბოლოოდ. მოგესალმებით, მე გახლავართ ვასილ გაბუნია, ბიოლოგი და როგორც ბიოლოგი მე მთელი ჩემი ცხოვრება ქვემოთ ვიყურები, ან ზემოთ, ან გვერდით, რომ რაღაც დავინახო. საინტერესო, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ ამავე დროს დავაფიქსირო თუ საცხოვრობს იგი, რა კავშირში არის იგი მის გარე მომცველ სამყაროსთან. ზოგადად დედამიწაც ეს არის. დედამიწა ეს არის გეოლოგია და ბიოლოგია. და რა თქმა უნდა, რომლებსაც მართავს მათემატიკური, ფიზიკური კანონები. ჩვენი პლანეტა უნიკალურია, ჩვენი მზის სისტემა უნიკალურია, ჩვენი galaktikაში ადგილიც კი უნიკალურია და ყველაფერი ამის შესახებ ჩვენ დღეს მოგვიწევს გავიგოთ. მაღაზიათა ქსელი Family Kutaisi, უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანდერია. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ვიდეო საკმაოდ გრძელია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ნაწილ მაინც უყურეთ და აუცილებლად აჩვენეთ ბავშვებსაც, იმიტომ რომ მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან, ჩემი შვილების, ჩემი ნამოწაფრების გამოცდილებიდან, რომ ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ის, რაც ხდება ჩვენს გარშემო და ეს გარშემო არის, რა თქმა უნდა, ის გარემო, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა ტრიალებს, ჩვენ ტრიალებთ, როგორც მზის სისტემის ნაწილი და ძალიან საინტერესო ფაქტებზე მექნება მე ამ ვიდეოში საუბარი. ვიდეო არ იქნება რთული აღსაქმელად, იმიტომ რომ მე ვეცადე, რაც შეიძლება ნაკლებად გამომეყენებინა ესეც სპეციფიური ასტრონომიული, ან ფიზიკური, ან მათემატიკური ტერმინოლოგია, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო. ამიტომ გთხოვთ მას ბოლომდე უყუროთ და შემდეგ დაწეროთ კომენტარებში რა მოგეწონათ და რაზე გსურთ მომავალი ვიდეოები რომ იყოს. მე ბოდიშ ვხვდი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მისტიკა და კრიმინალური ისტორიები აინტერესებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი არხი ამ ხაზს მისდევს და ნახოთ, მომავალში შეიძლება ძალიან ახლო მომავალში ასეთი საინტერესო ფაქტებით შემოგთავაზოთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ახლახან გამოიწერა ჩემი არხი და ასეთი ძალიან ბევრია, მხოლოდ ამ თვეში თითქმის 4,000 ადამიანმა გამოიწერა.
მეგობრებო, მე ვხედავ, რომ თქვენ არ უყურებთ ჩემს ძველ ვიდეოებს. გარწმუნებთ, რომ არანაკლებ საინტერესო ვიდეოები არის 2-3 წლის წინ გადაღებულები, რომლებზეც ძალიან კარგად გაერთობით, კარგით, ასე დავარქვათ. ან მიიღებთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას. ამიტომ აუცილებლად ნახეთ ძველი ვიდეოებიც, აი მერწმუნეთ, თუ არ მოგეწონებათ რომელიმე გააუქმეთ გამოწერა. ასევე, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც ფინანსურად ეხმარებიან ჩემს არხს და ამით სტიმულს მაძლევენ, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი და ბევრი ვიდეო შემოგთავაზოთ. ჯორჯიას პრემიუმ ნაკრები. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდება თურჩხელა, სვანური მარილი, ცხარე აჯიკა, ყვავილების თაფლობა, ქართული ღვინო. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. მადლობა სპონსორებს. ახლა კი ჩვენი ძირითადი თემა, მაგრამ სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, მე მინდა რა თქმა უნდა თქვა, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი სამყაროს წარმოქმნაზე, მასზე სიცოცხლის დედამიწის წარმოქმნაზე, კერძოდ მასზე სიცოცხლის ჩამოყალიბებაზე, თუ საიდან გაჩნდა ადამიანი და ასე შემდეგ. ეს არის მათი რწმენა და მე ისევ ვიმეორებ ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. მაგრამ ჩვენ აქ არ გვაქვს თეოლოგიური და საღვთისმეტყველო არხი, ჩვენი არხი სამეცნიერო, ამიტომ მე გაგაცნობთ იმ თეორიას, რომელიც ცოტა განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს. ყველაფრის დასაწყისი ეს ხდება სადღაც 13.8 მილიარდი წლის წინ. წარმოუდგენელი დროის მონაკვეთია. და სანამ უშუალოდ პლანეტებზე დავიწყებთ საუბარს, რა თქმა უნდა ვთქვათ, თუ საიდან დაიწყო ზოგადად ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს საწყისი და ყველაფერს სამწუხაროდ აქვს დასასრული. ზოგიერთის დასასრული ძალიან გრძელია და მილიარდობით წელს მოიცავს, ზოგიერთისაც კი საკმაოდ მოკლე 60, 70, 80 წელი. თანამედროვე მეცნიერება, განსაკუთრებით ფიზიკა, ასტრონომია, მათემატიკა ჩვენს გვაძლევს იმის უფლებას, ვთქვათ, რომ დაახლოებით ვიცით, საიდან დაიწყო სამყარო. და დღეს ალბათ ნაკლებად შეხვდებათ ადამიანი სამეცნიერო წრეებში, რომელსაც განსხვავებული აზრი ჰქონდეს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ირგვლივ ხედავთ, მილიარდობით გალაქტიკას, ტრილიონობით მზის სისტემებს, ყველაფერი ეს დაწყებული არის ძალიან პატარა წერტილიდან, რომელშიც მთელი სამყარო იყო მოქცეული. რთული, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ მართლაც ყველაფერი ერთი წერტილიდან დაიწყო. წერტილი, რომელსაც ჰქონდა უსასრულო სიმკვრივე და უსასრულო ტემპერატურა. ეს არ იყო აფეთქება ცარიელ სივრცეში, როგორც ჩვენ წარმოგიდგენია. ეს იყო თავად ამ წერტილში იყო სივრცეც და დროც. ცოტა რთულია, მაგრამ ასეა. ანუ, როდესაც ეს წერტილი გასკდა, მან წარმოქმნა სივრცე, მან წარმოქმნა დრო, მან წარმოქმნა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. დასაწყისში სამყარო ამ აფეთქებიდან რამდენიმე ათასეული წლის განმავლობაში იყო ცხელი გაუმჭვირვალე პლაზმის წვნიანი, აი დუღდა თითქოს. და არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში, გეოლოგიური თვალსაზრისით ეს გახლავთ წამები, 380,000 წლის შემდეგ მან დაიწყო გაცივება. ეს გაფართოება, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად ხდებოდა. და სწორედ ამ დროს, ამ გაგრილების დროს წარმოიქმნა ატომები, რომლებსაც მანამდე სტაბილურად არსებობა არ შეეძლოთ, იმდენად მაღალი იყო ტემპერატურა და გაჩნდა პირველი ორი ელემენტი, ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი წყალბადი და მეორე ეს არის ჰელიუმი. წყალბადის რაოდენობა დაახლოებით 75%-ია ამ დროს სამყაროში, ჰელიუმის 25%. სხვა არანაირი არა ოქრო, არა რკინა, სილიციუმი, არაფერი არ არსებობს აბსოლუტურად, არსებობს მხოლოდ ეს ორი ნივთიერება. და როგორც კი სამყარომ გაგრილება დაიწყო და პირველი ნივთიერებები გაჩნდა, წყალბადი და ჰელიუმი, ასევე ჩაირთო გრავიტაციის ძალა, ანუ მიზიდულობის ძალა. მოგეხსენებათ თქვენ რასაც არ უნდა გაუშვათ ხელი, განსაკუთრებით მობილურ მაიცის ხოლმე ცუდად დავარდნა, რა ხდება ამ დროს? დედამიწა იზიდავს ჩვენს მობილურს, იზიდავს პულტს, იზიდავს თქვათ მიკროფონს, რა ვიცი, ყველაფერი რაც ჩვენ ხელში გვიჭირავს და რასაც წონა აქვს ოდნავი მაინც, ეს ყველაფერი ეცემა ქვემოთ.
დედამიწის ცენტრისკენ მიდის, იმიტომ რომ ნებისმიერ საგანს, რაც უფრო დიდია საგანი, მას მეტი მიზიდულობის ზალა აქვს და რაც უფრო პატარა ნაკლები. აი მაგალითად ამ ბურთს, ამ პლასტელინის ბურთს, რომელიც მეორე ბურთზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია, აქვს გაცილებით მეტი მიზიდულობის ზალა ვიდრე ამას. მართალია ეს აქ მაინდა-მაინც კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ მათი მასა არ არის იმდენად დიდი, მაგრამ კარგად ჩანს მაგალითად აი ნეოდიუმის ძლივს გავაცალე ერთმანეთს ნეოდიუმის მაგნიტებზე, რომლებიც აი ძალიან ძლიერი მიზიდულობის ზალა აქვთ, მაგრამ განსხვავებით იმ მიზიდულობისგან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ არის გრავიტაცია. გრავიტაცია არის სწორედ მასების მიხედვით ერთმანეთთან მიზიდვა სხვადასხვა სხეულების. და სწორედ აქ იწყება გრავიტაციის ტრიუმფი და ასევე ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ სამყარო ეს ფართოვდება და რაღაცა ბურთივით იზრდება, იბერება, როგორ უნდა შეიკრას იგი galaktikებად? და პასუხი კვლავ გრავიტაციაშია. პირველად გაზობრილ ღრუბლებში არსებობს უკვე ჩნდება მცირედი არაერთგვაროვნება. აი თქვენ რო ვთქვათ ფაფას აკეთებთ და პატარ-პატარა კორკოშები რო ჩნდება. აი დაახლოებით იგივე. ჩვენ ვცდილობთ რომ ისინი გავანადგუროთ, ხო, რომ პირში არ მოხვდეს ისე ცუდად. იქ არავინ არ ურევს ასე კარგად, ამიტომ პატარ-პატარა ესეთი სიმკვრივეები რჩება. ზოგიერთი სიმკვრივე უფრო დიდია, ზოგიერთის უფრო ნაკლებია და დიდი, როგორც გითხარით, იზიდავს პატარას და უერთდება მას. ფაქტიურად ეს იგივე რაღაც გრავიტაციული მაგნიტებივით მუშაობენ და ეს ნამცეცები, რომლებიც გაფანტული არის სამყაროში, ერთმანეთს ეკრობიან. გადის ასეულობით მილიონი წელი ეს გაზის ღრუბლები, გიგანტური გროვები იკუმშება, სანამ მათ ცენტრში არ ინთება ვარსკვლავი. თუ როგორ ინთება ვარსკვლავი, ამას ჩვენ მზის სისტემაზე რო გადავალთ, იქ განვიხილავთ. ამ ვარსკვლავების ერთობლიობა ქმნის პირველ galaktikებს. ეს ვარსკვლავები თითქოს რაღაც ჯგუფდებიან ერთად და ჩვენი galaktikაც, აი ირმის ნახტომი, რომელიც სპირალურია და galaktikების დიდი უმრავლესობა სპირალურია, იქნება დაახლოებით 13.6 მილიარდი წლის წინ. და იგი თითქმის იმდენივე ხნისაა, რამდენიც სამყარო. ამ დროს სამყაროში არ არსებობს ჯერ არც რკინა, როგორც თქვი, არც ჟანგბადი, არც ნახშირბადი, არც ოქრო, არც პლატინა, არც ურანი, არაფერი არ არსებობს გარდა იმ ორი გაზისა. მას საიდან ჩნდება კლდოვანი პლანეტები და თავად მაგალითად ჩვენი სხეული, მე როცა ვამბობ, რომ მე ვარ ვარსკვლავური, იმიტომ რისგან წარმოქმნილი. პასუხი არის ვარსკვლავების სიღრმეში. პირველი თაობის ვარსკვლავები გახლდათ ნამდვილი კოსმიური ქარხნები. წარმოვიდგინეთ რაღაც წარმოუდგენელი ზომის თერმობირთვული რეაქტორი, რომელშიც მუდმივად წარმოიქმნება ამ რეაქციების შედეგად მსუბუქი ელემენტებისგან, ჰელიუმისგან და წყალბადისგან მძიმე ელემენტები, რომლებიც როდესაც ვარსკვლავები ასრულებენ სიცოცხლეს და ფეთქდებიან, ანუ წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ზეახალი ვარსკვლავი, ანუ სუპერნოვა, ისინი კოსმოსში ფანტავენ იმ ელემენტებს, რომლებიც წარმოქმნეს, აი წარმოქმნეს ჟანგბადი, აზოტი, რკინა, ეს იყო ძირითადი ელემენტები, რომლებიც აი ამ ქარხანაში წარმოიქმნებოდა და ეს ელემენტები იფანტება სამყაროში. ჩვენი მზე გახლავთ მესამე თაობის ვარსკვლავი, ეს რას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი პირველი თაობის ვარსკვლავი რო აფეთქდა, მისგან წარმოიქმნა მეორე თაობის ვარსკვლავი, შემდეგ მანაც დაასრულა სიცოცხლე და აფეთქდა და აი ამ ნივთიერებებისგან შეიკრა უკვე ჩვენი მესამე თაობის ვარსკვლავი, ანუ მზე. ეს რას ნიშნავს, რომ ის მასალა, რომლისგანაც შექმნილი არის ჩვენი პლანეტები, რომლისგანაც შექმნილი ვართ ჩვენ, არის უკვე გამოტარებული აი ამ ქარხნების ცეხებში და ეს ამ მასალის შეკრების პროდუქტი ვართ ჩვენ და ზოგადად ჩვენი მზის სისტემა. ჩვენ უკვე ვიცით მეტნაკლებად, როგორ წარმოიქმნა galaktikები, როგორ წარმოიქმნა მძიმე ელემენტები და გადმოვინაცვლოთ ჩვენს ლოკალურ კუთხეში, ეს გახლავთ ირმის ნახტომის ორიონის მკლავი. აი ეს გახლავთ ორიონის მკლავი, სადაც 4.6 მილიარდი წლის წინ დაიწყო მზის სისტემის უშუალო ფორმირება. ანუ galaktikis ასაკი თუ არის 13.6 მილიარდი წელი, მზის სისტემა ყალიბდება 4.6 მილიარდი წლის წინ. galaktikis სპირალური ფორმა და ჩვენი სისტემის ჩასახვის მომენტი კოსმოსური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თავია და ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკა, ეს არის წმინდა ფიზიკა.
ხშირად გონიათ, რომ სპირალური მკლავები ესეთ მყარი კონსტრუქციებია, რომლებიც ვარსკვლავებთან ერთად ბრუნავენ რაღაც თითქოს შეკრული, აი რომ დახატავ რაღაცას ან გამოჭრი ხაღალდიდან და იმის დაატრიალებას დაიწყებ. არა, ასე არ არის. ასე რომ იყოს მაშინ ეს მკლავები დაეხვეოდა galaktikis ცენტრს და ფორმას დაკარგავდა. სისტემების ჩამოყალიბება. ანუ აქ ხდება აი ამ საცობში ხდება სწორედ იმ ნივთიერებების დაგროვება, რომელიც შემდეგ სტიმულს აძლევს, რომ აქედან რაღაც ახალი გაჩნდეს. galaktikis ცენტრთან ახლოს მყოფი ობიექტები გაცილებით სწრაფად ტრიალებენ, ვიდრე მის პერიფერიაზე. და ესეც რა თქმა უნდა დააგრძელებს აი ამ მკლავებს და galaktikas აძლევს სპირალურ ფორმას. აი გადმოვინაცვლოთ ახლა ჩვენს მკლავში, ჩვენს სპირალის ერთ-ერთ მკლავში, რომელსაც ეწოდება ორიონის მკლავი. იგი არც პერიფერიაზეა, სადაც ძალიან უკვე შემცირებულია ვარსკვლავური ღრუბლების რაოდენობა, არც ცენტრისკენ არის ახლოს, სადაც ყველაფერი დუღს და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესები. ჩვენ ვართ შუაში, სადღაც კომფორტის ზონაში, სადაც არც ცივ, არც ცხელა, წყალიც გვაქვს, საჭმელიც გვაქვს და სწორედ ჩვენი მზეც იმყოფება აი ამ იდეალური მკლავის იდეალურ ადგილას. მზეს აქვს იდეალური ზომა, რომ შეინარჩუნოს პლანეტები თავის ორბიტაზე, მზეს აქვს იდეალური ზომა, რომ არ გაანადგუროს ეს პლანეტები და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. აქ საკმარისად არის მძიმე ელემენტები, რომლებმაც უნდა ააშენონ პლანეტა, რომელზეც სიცოცხლე უნდა დაფუძნდეს, მაგრამ აქ საკმაოდ ცოტა არის ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები. ფაქტიურად არ არის. და ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ თქვა სიცოცხლე შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ზეახალი თუ აფეთქდა სადღაც ახლოს, იგი წალეკავს აბსოლუტურად სიცოცხლიან ატმოსფეროიან ყველაფერს. მაშ ასე 4 და 6 მილიარდი წლის წინ გიგანტურმა მოლეკულურმა ღრუბელმა, რომელიც ძირითადად შედგებოდა წყალბადისგან და ჰელიუმისგან და წინათაობის ვარსკვლავებისგან დატოვებული მტრისგან, იწყებს ძალიან ზეაქტიურობას. როგორც ვარაუდობენ, სადღაც ახლომახლო აფეთქდა სუპერნოვა, ანუ ზეახალი ვარსკვლავი, რომელმაც ბიძგი მისცა, რომ გრავიტაციას დაეწყო მუშაობა აი ამ ღრუბელში და დაიწყო გრავიტაცია მუშაობა, დაიწყო ამ ღრუბლის სხვადასხვა ნივთიერებებმა ერთმანეთისადმი მიწეპება, შეკუმშვა და აქ იმპულსის მომენტის შენარჩუნების კანონი ირთვება, ეს გლობალური ფიზიკური კანონია, როდესაც შეკუმშვასთან ერთად ღრუბელი იწყებს ძალიან სწრაფ ბრუნვას. აი ეს ცენტრალური ამობურცულობა სწორედ ამის გამოჩნდება ამ ღრუბელში. აი წარმოიდგინეთ, ეს არის რაღაც ესეთი ამობურცულობა, რომელიც არის 99% ამ ნივთიერებების შემკრები, რაც კი ამ ღრუბელში იყო და შედგება, რა თქმა უნდა, 98% წყალბადისგან და ჰელიუმისგან. დანარჩენი 2% არის კოსმოსური მტვერი. ამავე დროს ამ ამობურცულობის ირგვლივ იქნება ბრტყელი დისკი. და აი ამ დისკში ბრუნავს გაზის და კოსმოსური მტვერის ფენა. ეს არის ეგრეთ წოდებული პროტოპლანეტარული, ანუ წინარე პლანეტარული დისკი, რომლისგანაც შემდეგ ნელ-ნელა წარმოიქმნება მზის სისტემა. აი საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ იმის გამო, რომ მზის სისტემა ერთიანი მბრუნავი დისკისგან წარმოიშვა, დღეს ყველა პლანეტა ერთ სიბრტყეში მოძრაობს. ანუ მზე და პლანეტების ორბიტები. მზეს იგი იკრებს მაქსიმალურად ჰელიუმისა და წყალბადის მოლეკულებს, იზრდება ზომაში, მის ცენტრში აღწევს ტემპერატურა წარმოუდგენელ სადღაც 20-დან 25 მილიონ გრადუსამდე ტემპერატურას, როდესაც იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი. გიგანტური წნევის და აი ესეთი საოცრად მაღალი ტემპერატურის პირობებში იწყება თერმობირთვული სინთეზი. ანუ, როდესაც წყალბადის 4 ატომი შეერწყმება ერთმანეთს, წარმოიქმნება ჰელიუმი და ამ დროს ხდება კოლოსალური ენერგიის გამოყოფა, თქვენ მოგეხსენებათ წყალბადის ბომბში, რომელიც ყველაზე ძლიერია, სწორედ ეს პრინციპი არის გამოყენებული. რა თქმა უნდა, მინიმალური რაოდენობით. ამ მომენტში იბადება სწორედ მზე, ანუ ამ მომენტში იბადება ის თერმობირთვული ქარხანა, რომელიც აგერ უკვე 4 მილიარდ 600 მილიონი წელია მუშაობს, ასხივებს ჩვენთვის სასიცოცხლო სხივებს, მაგრამ პარალელურად მომაკვდინებელ სხივებსაც.
სხვადასხვა დაბადების მომენტში, როდესაც პირველი რეაქცია დაიწყო თერმობირთვული და უკვე მზემ შეკრა თავისი თავი და მზედ იქცა, წარმოიქმნა ფლის მძლავრი ნაკადი, ეგრეთ წოდებული მზის ქარი, რომელიც იყო ეს დამუხტული ნაწილაკების ნაკადი. იმდენად ძლიერი იყო ეს დარტყმა, ანუ წარმოიდგინეთ შუაში ეს ამის ირგვლივ ტრიალებს, ხო, დისკი ტრიალებს, მტრისგან და ნივთიერებებისგან წარმოქმნილი და მზემ გამოისროლა ენერგია. და ამ ენერგიამ პერიფერიაზე გაიტანა, მოაცილა მზეს, სიახლოვეს მოაცილა აი ეს ნივთიერებები. სანამ მზე ამ ყველაფერს აკეთებს და იბადება და აი ტანჯვაში იბადება, პარალელურად მის გარშემო არსებულ აი პროტოპლანეტარულ დისკში მიმდინარეობს მშენებლობა, რომელსაც ნივთიერებების და ნაწილაკების შეკრების პროცესი ქვია, ანუ როგორც მე უკვე ვახსენე, აკრეცია. აკრეცია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა და იგი გრძელდებოდა დაახლოებით 300-დან 320 მილიონ წლამდე. პირველი ეს იყო ელექტროსტატიკური მიზიდულობა, მტვერი, რომელიც აი ლოგინის ქვეშ გროვდება ხოლმე ესეთ ბურბლებად. ეს ელექტროსტატიკური მიზიდულობაა, სწორედ როდესაც ჩვენ შალის ან სინთეტიურ ტანსაცმელს ვიხდით და თმები ვისაც გვაქვს ყალყზე რო გვიდგება. და სწორედ ასეთი ელექტროსტატიკური მიზიდულობების შედეგად იქმნება, დაწყებული თქვათ, ჩოგბურთის ბურთის ზომიდან დამთავრებული დიდ საზამთრომდე, შემდეგ ესენი კიდევ იკვრება ერთმანეთთან და იზრდება და იზრდება. ეს ყველაფერი ეს მიმდინარეობს მილიონობით წლის განმავლობაში. გრავიტაცია, რა თქმა უნდა, აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს. ეს საკმაოდ სასტიკი პერიოდია, როდესაც მილიარდობით ესეთი ობიექტისგან იკვრება რაღაცა სხეული, შემდეგ მას ეჯახება სხვა და შლის და ყველაფერი იწყება თავიდან და შედარებით დიდი ნაკუწები, ასეთი კლდეების, ეგრეთ წოდებული პლანეტეზიმალები ნადგურდება. ზოგიერთი პლანეტეზიმალი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა, მაგალითად დედამიწის, თქვათ, მე-15-დი, მე-20-დი ზომის, ერთმანეთთან ერთიანდება, ქმნის ცოტა უფრო დიდს, იმასთან კიდევ რაღაცა ნაწილები მიდის და აი ნელ-ნელა თითქოს ვიღაცა და ეს ვიღაცა არის გრავიტაცია და ელექტროსტატიკური მიზიდულობა თავიდან ქმნის რამდენიმე რაღაცისგან ქმნის ერთ დიდ და გამორჩეულ ბურთს. ბურთს რატომ? იმიტომ რომ აქაც ცენტრისკენ როცა ტრიალებს ყველაფერი. ცენტრისკენული ძალების მოქმედებით ნებისმიერი, აი თქვათ, საგანი, რომელიც დიდხანს ტრიალებს, იგი იღებს, აი ტრიალისას, იგი იღებს იდეალურ მგვალ ფორმას და არა ბრტყელს, როგორცაც ზოგიერთები ფიქრობენ. აი ესეც. ამ დროს იწყება ძირითადი პლანეტების ჯგუფების ჩამოყალიბება, ეს ორი ჯგუფია ასეთი, ეს არის კლდოვანი პლანეტები, ეს არის მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, შემდეგ მოდის ასტეროიდების სარტყელი და მის მიღმა არის უკვე გაზობრივი პლანეტები, ეს არის იუპიტერი, სატურნი, ურანუსი და ნეპტუნი. და იქეთ გვყავს კიდე ერთი. იმაზე ცალკე არის ალბათ სალაპარაკო. და აი ამ მიჯნას კლდოვან პლანეტებსა და გაზობრივ პლანეტებს შორის აი საზღვარს ეწოდება თოვლის ხაზი. რატომ თოვლის ხაზი? იმიტომ რომ აი ეს პლანეტები, რომლებიც მზესთან ახლოს არიან და კლდოვანი პლანეტებია, ეს არის მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი, ისინი იღებენ მზისგან კარგად იღებენ ტემპერატურას. ის ვისაც ატმოსფერო აქვს, იგი არეგულირებს ამ ტემპერატურას, ვისაც არ აქვს ატმოსფერო, ან პირიქით ძალიან ჩახუთული ატმოსფერო აქვს, რაღაც აშინელებები ხდება იქ, მაგრამ მზე აქ მოქმედებს თავისი სითბური გამოსხივებით. ხოლო უკვე უკან ჩვენს ზურგს უკან, ანუ ამ ორბიტებს უკან, სწორედ ასტეროიდების სარტყლის უკან არის პროტოიუპიტერი და პროტოსატურნი წარმოქმნილი თავიდან, რომლებიც იმდენად სწრაფად მატულობენ მასაში, რომ იზიდავენ ყველაფერს, რაც კი გვერდზე ჩაუვლით. ანუ მე ისევ ვიმეორებ, რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო მეტი აქვს მიზიდულობის ძალა და ესენი გიგანტები არიან, წარმოუდგენელი ზომის არიან და გაზი იქნება ეს, მკვრივი ნივთიერებები იქნება, ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ არის, მათ ცენტრისკენ მიდის. ისინი წყალბადს და ჰელიუმსაც კი იზიდავენ და როგორც ამბობენ, იუპიტერიო არ შემდგარი მზე არისო, ანუ მას არ ეყო უბრალოდ მასა იმდენი, რომ იმდენი წყალბადი და ჰელიუმი მიეკრო თავის ცენტრისკენ, რომ იქ თერმობირთვული რეაქცია წასულიყო და იგი მზედ გადაქცეულიყო და კიდევ კარგი ასე არის. ამრიგად სცენა მზად არის, ცენტრში ანათებს ახალგაზრდა მზე,
ხოლო მის გარშემო არის 8 ძირითადი მოთამაშე პლანეტები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიუხედავად მათი ახლო ნათესაობისა. სიტყვა პლანეტა თვითონ მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვიდან პლანეტას და მას იგი ნიშნავს მოხეტიალეს. რატომ მოხეტიალეს? იმიტომ რომ პირველმა ასტრონომებმა ან უბრალოდ ცაზე დამკვირვებლებმა შეატყვეს, რომ ძირითადი თანავარსკვლავედები გაშეშებულია, ხოლო მათ შორის არის რაღაც შედარებით დიდი ობიექტები, მანათობელი ობიექტები, რომლებიც ასევე მათ ვარსკვლავები გონიათ, მაგრამ ესენი მოძრაობენ. დღეს თუ დასავლეთით არის მაგალითად ერთი ხვალ ცოტა მოშორებით არის, კიდევ უფრო მოშორებით არის. ანუ ცდომილები არიან, ანუ მოხეტიალეები არიან, ანუ ადგილზე არ დგანან ისინი. სხვა შორის საოცრებაა, მაგრამ 2006 წლამდე სიტყვა პლანეტას არ ქონდა განმარტება. ანუ ხო არსებობს არა რაღაცა თქვა კანონები და აი ამიტომ არის ეს თქვა პულტი და არ არის ტელეფონი, ხო? და ამას თავისი აღწერილობა აქვს ალბათ ტექნიკურ პასპორტში. აი ესე ტექნიკური პასპორტი პლანეტებისთვის არ იყო და აი 20 წლის წინ დადგინდა რომ პლანეტებს აუცილებლად უნდა ახასიათებდეთ სამი თვისება. ეს არის მზის ირგვლივ ბრუნვა. იგი უნდა მოძრაობდეს ჩვენი ვარსკვლავის მზის ორბიტაზე. პლანეტები არის ის, რომლებიც თავის ვარსკვლავების ირგვლივ ბრუნავენ. პლანეტებს უნდა ჰქონდეთ აუცილებლად სფერული ფორმა. კიდევ ერთი ქვა ბრტყელი დედამიწელების ბოსტანში. და მესამე, ეს არის ყველაზე საინტერესო. პლანეტის ორბიტა უნდა იყოს სუფთა. ანუ მის ირგვლივ არ უნდა ტრიალებდეს არაფერი, ისეთი, რომელიც აი კოსმოსურ ნაგავს რო ვეძახით ჩვენ. თითქოს აი როგორც მტვერსასრუტე ისე მოძრაობს დიდი პლანეტა თავის ორბიტაზე და იზიდავს ყველაფერს, რაც კი იქ არის. ანუ ჩვენი რეალური პლანეტების ორბიტები არის სუფთა თუ სადღაც გვერდიდან რაღაცა არ მოვიდა. და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს ჩვენი თანამგზავრები, რომლებიც ჩვენი სისტემის ნაწილები არიან. ასეთი აღმოჩნდა პლუტონი. პლუტო, რომელიც არ არის მარტო, მისივე ორბიტაზე კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო ობიექტი მოძრაობს, თუ ისინი ოდესმე შეიკრებიან ერთ პლანეტად, ერთ მასად და დამრგვალდებიან, მაშინ შეიძლება კიდევ ვივარაუდოთ, რომ აი ამ მასას დაერქვას პლანეტა, მაგრამ დღესდღეობით პლუტო, რომელიც აღმოაჩინეს 40-იან წლებში, 30-იან წლებში გასული საუკუნის ამოწერეს 2006 წელს პლანეტების რიგიდან და სხვათა შორის მიტინგებიც კი ტარდებოდა პლუტონის დასაცავად, რომ დააბრუნეთ პლუტონი, ჩვენ გვჭირდება მე-9 პლანეტა. და საინტერესოა, რომ რუსთველმა იცოდა 5 ცდომილი, 5 პლანეტა. და იგი მათ შესახებ გვიყვება საკმაოდ გრძელი მონაკვეთია, მაგრამ დასკვნას წაგიკითხავთ, ავთანდილის პირით გვიყვება, რომ აჰა მოწმობენ ვარსკვლავნი. 7-ნივე მემოწმებიან. ზე, ოტარიდი, მუშტარი და ზუალ. ჩემთვის ბდებიან. მთვარე, ასპიროს, მარიხი. მოვლენ და მოწმედ მყვებიან. მას გააგონენ რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან. მთვარის და მზის გარდა აქ ყველა პლანეტაა, ხო, ეს არის ოტარიდი, მუშტარი, ზუალი, ასპიროზი, მარიხი. ეს არის არ მგონია რომ თლათ ქართული დასახელებები იყოს, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრში სპარსული მოძრება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოგეხსენებთ სპარსელები არაბები იყვნენ საოცარი ასტრონომები, თუ ასტრონომიაში რამე გაკეთებულა შუა საუკუნეებამდე, სწორედ მათი დამსახურებით და სანამ ისინი არ დაიჩაგრებოდნენ იმ რელიგიისგან, რომელმაც აუგზალა ყველანაირი მეცნიერება და რაღაცების გამოსახვა. მათი სახელდებულია სხვათა შორის უამრავი ის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ გქონია რომ ევროპულია, მაგალითად ბეტელგეიზე იქნება თუ ასე შემდეგ. საინტერესო ფაქტია ის, რომ როდესაც დაიწყეს დარქმევა სახელების პლანეტებისთვის, გამოიყენეს რომაული ღმერთების სახელები. ბერძნული ამოიღეს და რომაულები, ანუ მაგალითად ოტარიდი, რომელსაც რუსთაველი ახსენებს, ეს არის მერკური. იგივე ჰერმესი. მერკური ძალიან სწრაფად ტრიალებს, ყველაზე სწრაფად ტრიალებს მზის ირგვლივ, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს არის მზესთან და რომაულ მითოლოგიაში იგი არის შიკრიკია მეფეების და ამიტომაც არის რომ თქვა ჰერმესი მერკური ხშირად გამოისახება ხოლმე საფოსტო გზავნილებს და ჰერმესი საერთოდ ფირმა არის გადაზიდვების. შემდეგ მოდის ვენერა, იგივე ქართული ვერსიით ასპიროზი და მთიები ძალიან ლამაზი სახელია და იგი აღნიშნავს ვენერას
აისისას გამოჩენას და აისისას, როცა მზე ჩადის და ძალიან ლამაზად ანათებს იგი, ქვია ასპიროზი. თუ მარსი, იგივე არესი, ბერძნული მითოლოგიით და ქართული ვერსიით მარიხი. რატომ მარსი, რატომ ომის ღმერთი? იმიტომ რომ მარსი წითელი ფერისაა, წითლად ანათებს ცაზე. თუ რატომ ვისაუბრებთ? იუპიტერი, იგივე ზევსი. ქართული ვერსიით ეს არის მუშთარი, მაგრამ ეს მუშთარი ალბათ უფრო სპარსული სიტყვაა და ცაზე ყველაზე დიდებული, ყველაზე ძლიერი ჩანს და ამიტომაც დაარქვეს მას ღმერთის სახელი. სატურნი, კრონოსი იგივე, ეს გახლავთ ქართული ვერსიით ზუალი და იგი ერთ-ერთი ყველაზე ნელა მოძრავი პლანეტა მზის ირგვლივ და კრონოსი გახლავთ დროისა და მიწათმოქმედების ღმერთი. ურანი და ნეპტუნი მოგვიანებით აღმოაჩინეს მე-18-19 საუკუნეებში და ურანი არის ერთადერთი პლანეტა, რომელსაც ჰქვია ძველბერძნული ღმერთის სახელი. ნეპტუნი მოგიხსენებათ ეს ოკეანეების და ზღვების ღმერთია და პლუტონი, რომელმაც დაკარგა თავისი წოდება პლანეტისა. მოგვე ვიცით რომ მზე არის ჩვენი მშობელი და ჩამომყალიბებელი მზის სისტემისა და ამ სისტემის ირგვლივ მოძრაობს 8 პლანეტა. განვიხილოთ მოკლედ რა თქმა უნდა ძირითადი მახასიათებლები ამ პლანეტების. და დავიწყოთ მერკურით, რომელიც ყველაზე ახლოს არის ზესთან და რატომღაც ყველაზე ნაკლებად პოპულარული პლანეტაა, თუ შეიძლება ითქვას. ადამიანებს დიდ ყურადღებას ამ პლანეტას არ აქცევენ. ალბათ იმიტომ რომ მისი შესწავლა საკმაოდ რთული იყო აქამდე. იგი ზესთან იმდენად ახლოს იყო, რომ მასთან მიახლოება ძალიან უჭირდათ მზის ქარის გამო, ტემპერატურის გამო, გამოსხივების გამო საფრენ აპარატებს და ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ ხოლმე მერკურის გარშემო. დღეს მერკური მეტნაკლებად კარგად არის შესწავლილი, იმიტომ რომ მის ორბიტაზე გასული არის ახლა ერთ-ერთი ამერიკული აპარატი, რომელიც ძალიან საინტერესო ამბებს გვიამბობს მერკურის შესახებ. მაგალითად იმას, რომ ამ პლანეტას აქვს შეუსაბამოდ დიდი ზომის რკინის ბირთვი. აი დაახლოებით, რო წარმოიდგინოთ, აი ამ ბურთის ბირთვი რომ იყოს ეს და იყოს რკინის. როგორც ვარაუდობენ, თავის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე, როდესაც მან მიიღო უკვე ფორმა, დაეჯახა პლანეტეზიმალი, დიდი ზომის პლანეტეზიმალი, რომელმაც წარსტაცა ძალიან დიდი რაოდენობით მისი მანტია. და მანტია დღეს მისი არის ძალიან თხელი და როცა ჩვენ დედამიწაზე გქონდა საუბარი და არაერთხელ გქონია, ჩვენ ვიცით რომ მანტია წარმოადგენს დედამიწის ძირითად მასას, ხო, ქერქი არაფერი არ არის, შემდეგ მოდის თხევადი გარე ბირთვი და შემდეგ მოდის უკვე შიდა ბირთვი, გამლვალი რკინისგან შემდგარი. აი აქ მანტია მოაძრო, ესე გაფრთხნა მანტიისგან, აი პლანეტეზიმალმა დატოვა ძალიან თხელი კანი მისგან და ძალიან დიდი ზომის რკინის ბირთვი. მზისგან მისი დაშორება არის დაახლოებით 58 მილიონი კილომეტრი. მერკური მზის გარშემო საკმაოდ სწრაფად რეალებს, ანუ წელიწადი მერკურის ეგრძელდება 88 დღის განმავლობაში, ანუ ორ თვეში, დედამიწის ორ თვეში, მაგრამ სამაგიეროდ როგორც ჩანს, აი დარტყმის შედეგია ესეც, ძალიან ნელა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო და იგი ანდომებს ერთი დღეღამის ჩვენი 176 დღეღამე არის მერკურის ერთი დღეღამე. ანუ გამოდის რომ იქ მერკურისთვის ერთი წელი ორჯერ უფრო სწრაფია ვიდრე დღეღამე. ძირითადი მახასიათებლები არის ის, რომ პლანეტის 85% როგორც გითხარით, რკინისგან შედგება და ძალიან თხელი სილიკატური მანტია აქვს მას შემოკრული და ზღარული არის კრატერებით. ეს კრატერები ალბათ უფრო დარტყმითია, ანუ გარედან შემოსული მეტეორიტებისგან წარმოქმნილი. ზედაპირით ამიტომ მთვარე ძალიან ჰგავს და მილიარდი წლების განმავლობაში იბომბებოდა იგი, რადგან აქ ქარი და ატმოსფერო არ არის, ეს ყველაფერი იმ პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. რაც შეეხება მზესთან სიახლოვის გამო ტემპერატურების კონტრასტი, ეს არის დღისით 430 გრადუსი ცელსიუსი, ღამით -180 გრადუსი ცელსიუსი. ატმოსფერო, უпростоრად ეგზოსფერო ძალიან არასტაბილური აქვს მერკურის, მას აქვს ძალიან თხელი შრე
და იგი ისიც შედგება მზის ქარის მიერ პლანეტის ზედაპირიდან ამოგლეჯილი ესეთი ატომებისგან, ეს არის ჟანგბადი, ნატრიუმი, წყალბადი და ჰელიუმი. წნევა იქ იმდენად მცირეა, რომ ამ ატომებს ერთმანეთთან პრაქტიკულად არც აქვთ კავშირი და არც კი ეჯახებიან. შესწავლა მიმდინარეობს უკვე კარგა ხანია, 74 წელს მარინერ 10-მა პირველად გადაუფრინა ამ პლანეტას და გადაუღო პირველი ფოტოები, შემდეგ მესენჯერმა, ეს უკვე 2015 წელს და პირველი ხომალდი იყო, რომელმაც მერკურის ორბიტაზე შესვლა შეძლო და მან აღმოაჩინა, რომ იმ ადგილებში, სადაც მზე არ უდგება, აქ არის წყლის ნარჩენები, ყინულის სახით, რა თქმა უნდა. და ეხლა არის ძალიან საინტერესო ბეპი კოლომბოს მისია, რომელმაც უკვე ორჯერ შემოუფრინდა ვენერას და აქედან მერკურისკენ გაფრინდა დაახლოებით 2-3 თვეში იგი მერკურის უნდა მიუახლოვდეს და სტაბილურად უნდა დაჯდეს უკვე მის ორბიტაზე და ის უკვე გადმოგცემს ჩვენ ძალიან ბევრ ახალს სიახლეს ამ პლანეტის შესახებ. პლანეტის გეოლოგიური წარსულის შესახებ, მისი მაგნიტური ველი რამდენად ძლიერია და რა თავარია ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვეძებთ წყალს, როგორც სიცოცხლის წყაროს და როგორც ადამიანისთვის პოტენციურ საწვავს და ასევე სიცოცხლის წყაროს. გამოვცდეთ მერკურის და ჩვენ აღმოჩნდებით ვენერაზე. ვენერა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი ქალის სახელი ჰქვია და სიყვარულის ქალღმერთის, არამედ იმიტომაც, რომ იგი ძალიან ლამაზად ჩანს ხოლმე საღამოს ან დილის ცაზე. ყველა ვარსკვლავი უკვე ჩამქრალია, ანჯერ არ არის გამოჩენილი და იგი უკვე კაშკაშებს, იგი უკვე ანათებს, მაგრამ აი ესეთი სილამაზის ქალღმერთი სინამდვილეში ნამდვილი საშინელებათა ფილმის პერსონაჟია. რატომ? იმიტომ რომ არ ვიცი გახსოვთ თუ არა გავწაკითხული აუცილებლად წაიკითხეთ რეი ბრედბერის გაუთავებელი წვიმა Long Rain ასე ჰქვია ამ მოთხრობას, ძალიან მაგარი მოთხრობა, იქ ხომალდი განიცდის კატასტროფას ვენერაზე და პირზე და რამდენიმე კოსმონავტი ხდებიან ვენერას წვიმა. წვიმა ჩვეულებრივი წვიმა, როგორც დედამიწაზე, მაგრამ ისინი დღეების განმავლობაში მიდიან და ეს წვიმა არ თავდება, კოკისპირულად წვიმს, აგიჟებს თითქმის ჭუიდან გადაყავს ეს კოსმონავტები და ისინი ეძებენ ეგრეთ წოდებულ მზის გუმბათს. მზის გუმბათები უკვე ადამიანების მიერ აშენებული თავშესაფრებია ვენერაზე, სადაც აი წვიმის და გაუთავებელი წვიმის შემდეგ შედიხარ და იქ ხდება ხელოვნური მზე, ყავა, ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი ადგილი, ცხელი შხაპი და ასე შემდეგ და აი მას ეძებენ და თუ რით მთავრდება ეს ყველაფერი ნახეთ აუცილებლად, წაიკითხეთ აუცილებლად და ჩემი პირადი აზრია, რომ რეი ბრედბერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი როგორც ფანტასტია, ასევე საშინელებათა ჟანრის მწერალიც არის. რეი ბრედბერიმ ეს მოთხრობა 1946 წელს დაწერა, როდესაც ბევრი დიდი წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვენერაზე რა ხდებოდა, ერთადერთი იცოდნენ, რომ იქ არის ღრუბლიანი ცა და ღრუბლებით არის ეს პლანეტა დაფარული და ძალიან ძლიერი ქარი უბერავს, გრიგალისებური ქარი. ეს იცოდნენ. რა მახასიათებლები აქვს ვენერას? 108 მილიონი კილომეტრი მზისგან, ეს არის 0.72 ასტრონომიული ერთეული. ზომა არის თითქმის დედამიწის ხელა, 95%-ია, ცოტა უფრო პატარა არის ჩვენზე. აქედან გამომდინარე, გრავიტაციას თითქმის დედამიწისნაირია, ანუ 90%-ია ჩვენი გრავიტაციის. ორბიტა და ბრუნვა და აქ არის ძალიან საინტერესო რამ. ვენერა არის ერთადერთი პლანეტა მზის სისტემაში, რომელიც ბრუნავს არა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, როგორც სხვა პლანეტები, არამედ პირიქით. და ის რომ იგი მისთვის აღმოსავლეთი, ანუ დასავლეთია და დასავლეთი აღმოსავლეთია. დღე და წელი ვენერა თვითონ იმდენად ნელა ბრუნავს აი თავისი ღერძის გარშემო, რომ 253 დედამიწის დღეღამეს ანდომებს ერთხელ მოტრიალებას, ხოლო მზის გარშემო იგი ტრიალებს 225 დღის განმავლობაში. ანუ აქაც იგივე არის, რაც მერკურის შემთხვევაში დღე გაცილებით გრძელია ვიდრე წელიწადი. როგორც ვარაუდობენ, ვენერას დაარსების ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე, ისევე როგორც მერკურის შემთხვევაში, მას დაეჯახა პლანეტეზიმალი, ანუ საკმაოდ დიდი ზომის ციური სხეული, რომელმაც ისეთი დარტყმა მიაყენა მას, რომ ეს წაღმამბრუნავი, უბრალოდ წაღმამბრუნავი ვენერა
მოატრიალა და დააწყებინა მას უკან ბრუნვა, მაგრამ ეს ბრუნვა, როგორც გითხარით, ძალიან ნელია. აქ მივადექით მის ჯოჯოხეთურ ბუნებას. ვენერა არის გაკვეთილი იმისა, თუ რა შეუძლია უკონტროლო სათბურის ეფექტს. მისი ატმოსფერო 96% შედგება ნახშირორჟანგისგან. ვენერა ზედაპირზე ტემპერატურა არის +465 გრადუსი. ანუ მერკურიზე უფრო ცხელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მერკურიზე ორჯერ უფრო შორს მდებარეობს მზისგან. აი ამას იწვევს CO2-ის რაოდენობა. და პლუს წნევა. წნევა არის მის ზედაპირზე დაახლოებით იმდენივე, რამდენიც დედამიწის ოკეანეში 1 კილომეტრის სიღრმეზე. 1 კილომეტრის სიღრმეზე ნებისმიერი საგანი, თქვენ რო ჩაიტანოთ, გაიჭრიტება. ანალოგიური რამ მოსდის ვენერის ზედაპირზე. ამით და რაც თავარია, მისი ღრუბლები შედგება გოგირდმჟავას სქელი ფენისგან, რომელიც ირეკლავს მზის სხივების 70%-ს და სწორედ ამიტომ არის, რომ აი ესე კაშკაშა ვარსკვლავად ჩავხედავთ ჩვენ ვენერას როგორც საღამოს, ასევე დილის ცაზე. რომ ვენერაზე მეტალის თოვლი მოდის, ანუ ტყვის სულფიტი და ბისმუტის სულფიტი ჩამოდის ციდან და თებს ეკვრება ზემოდან. ძალიან საინტერესოა და პარალელურად ვენერაზე არის განუწყვეტელი მეხთაცემა, ანუ ელვა ანათებს მუდმივად და იგი 20-ჯერ მეტ ელვას გამოიმუშავებს, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ეს ბობოქარი ატმოსფერო ვენერაზე ვიდრე დედამიწა. პარალელურად ვენერაზე არის ვულკანები, მოქმედი ვულკანები, რომლებიც მუდმივად ანთხოვენ გაზს და ლავას და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი CO2-ის სიჭარბე. და საინტერესო მომენტი არის ის, რომ ეს ვულკანები არის შედარებით გეოლოგიურად ახალგაზრდები, 300-დან 500 მილიონ წლამდე. ვენერაზე წვიმს, მაგრამ არ სველდება ადამიანი, რომ გაუშვათ იქ, რა თქმა უნდა, მომენტალურად მოკვდება, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ რეი ბრედბერი ვართ და დავსვით ადამიანი ვენერას ზედაპირზე. იგი არ დასველდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი წვიმა იქნება და არის გოგირდმჟავა. და მეორე, იმდენად ცხელია ვენერას ქვედა ფენები, რომ იგი უბრალოდ ვერ მიაღწევს ვენერას ზედაპირამდე. ამ პროცესს სხვა შორის ამ ფენომენს ეწოდება ვირგა. ვირგლა არა, ვირგა. ბიოლოგიური ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს ვენერამ, რითი? იმიტომ რომ მის ატმოსფეროში აღმოჩენილი არის ფოსფინი. ფოსფინი გახლავთ ნივთიერება, რომელსაც მხოლოდ ბაქტერიები გამოიმუშავებენ. აი ესე თავისუფალი სახით, რომ თავისი წარმოიქმნა სადღაცა არაფრისგან არ არსებობს. ანუ ეს იმის მანიშნებელია, რომ ღრუბლებში მიუხედავად იმისა, რომ ვენერას ზედაპირზე სიცოცხლე შეუძლებელია, მის ღრუბლებში ეს შესაძლებლობა არსებობს, იმიტომ რომ აქ არის წყალი, აქ არის შედარებით ნაკლები წნევა, მეტნაკლებად კომფორტული ტემპერატურები და ამიტომ ძალიან დიდი ვარიანტია, რომ აქ ბაქტერიულ დონეზე რაღაცა არსებობდეს. ვენერას შესწავლა სხვადასხვა დაიწყეს საკმაოდ ადრე და ამაში მიაღწია საბჭოთა კავშირმა ძალიან დიდ წარმატებას, იმიტომ რომ მისი პროგრამა ეს ვენერა 1, ვენერა 2, 3, 4, 7 ეს იყო აპარატები, რომლებიც პირველები დასხდნენ სხვა პლანეტაზე, რბილად დასხდნენ. მართალია, მათ დიდხანს ვერ იმუშავეს, იმიტომ რომ გაუსაძლისი ტემპერატურა და გაუსაძლისი წნევაა, მაგრამ ის 1 საათი, საათნახევარი განსაკუთრებით ვენერა 7-მა იმუშავა ძალიან კარგად და ფერადი ფოტოებიც კი გადმოსცა აი ამ ჯოჯოხეთიდან და ერთი შეხედვით ესეთი უდაბნოა რა, არაფერი განსაკუთრებული თითქოს არ ხდება, მაგრამ ამ ვენერა 7-მა პარალელურად გადმოსცა ის მონაცემები, რომელიც მან მოიპოვა და მართლაც ჯოჯოხეთური სიტუაცია იქ. NASA-მ 1990-94 წლებში გაუშვა მაგელანის მისია, რომელმაც ასევე ძალიან მაგრად იმუშავა და თითქმის 92%-იანი რუკა შექმნა ვენერასი და დღეს ჩვენ ამ რუკით ხელმძღვანელობთ და ახლა დაგეგმილი არის NASA-ს და ESA-ს, ანუ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისიები, რომლებიც დავინჩი და ვერიტასი, რომლებიც ეცდებიან, რომ გაიგონ ქონდა თუ არა ოდესმე ვენერას იგივე პირობები, როგორც დედამიწაზეა და იყო თუ არა მასზე ოკეანეები. და ჩვენი სახლი, დედამიწა. მზიდან მესამე პლანეტა. დედამიწა რომ უნიკალურია, მე ამის შესახებ თითქმის ყველა ვიდეოში ვსაუბრობ ხოლმე და ერთადერთი პლანეტაა ჯერჯერობით და ადგილი ამ უსასრულო სამყაროში, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე არის მასზე
და მაინც მოკლე შედარება გავაკეთოთ ამ პლანეტისა სხვა პლანეტებთან. სიცოცხლის ოაზისი რო არის ეს უკვე ვიცით, იგი დაშორებული არის 150 მილიონი კილომეტრით მზისგან. მზისხივი ჩვენამდე 8 წუთის განმავლობაში მოდის და ეს ითვლება ერთ ასტრონომიულ ერთეულად. ზომა და მასა ყველაზე დიდია კლდოვან პლანეტებს შორის. მისი დიამეტრი დაახლოებით 12700 კილომეტრია და ძალიან საინტერესოა მისი ატმოსფეროს შემადგენლობა. ეს არის 78% აზოტი, 21% ჟანგბადი და დანარჩენი 1% გახლავთ სხვადასხვა გაზები. შინაგანი აგებულება, რომელზეც მე ხშირად მithქვამს, ეს არის გარედან თხელი ქერქი, შემდეგ მოდის გაცხელებული, გავარვარებული მანტია. მანტიის შიგნით გამლღვალი რკინის გარებირთვი, რომელიც ტრიალებს და წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ტალღებს და მის შიგნით იმდენად მაღალი ტემპერატურა და იმდენად მაღალი წნევაა, რომ უკვე არის მყარი მეტალიური ბირთვი, ანუ რკინისა და ნიკელის შენადნობის. თუ როგორ არის ეს ყველაფერი დადგენილი, ამის შესახებ მე არაერთ ვიდეოში მithქვამს და გადაათვალიერეთ ძველი ვიდეოები. მაგნიტური ველი წარმოიქმნება სწორედ გარე ბირთვის ტრიალის შედეგად, იგი ქმნის ელექტრომაგნიტურ ფარს დედამიწის ირგვლივ, რომელიც გვიცავს მზის მომაკვდინებელი გამოსხივებისგან. პარალელურად დედამიწას აქვს ატმოსფერო ძალიან საინტერესო, რომელიც შრეებისგან შედგება და ერთ-ერთ შრეს წარმოადგენს რამდენიმე მილიმეტრის სისქის ფენა O3-ის, ანუ ოზონის მოლეკულებით არის მდიდარი და ოზონის შრეს უწოდებენ, რომელიც 98% ამცირებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომელიც მომაკვდინებელია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ესეც დედამიწის ერთ-ერთი ესეთი უნიკალური თვისება, რომელიც განაპირობებს მასზე სიცოცხლის არსებობას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ ფილების ტექტონიკა, ანუ რომელზეც მე ასევე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, ჩვენთან კონტინენტური ფილები მუდმივ მოძრაობაში არიან და ეს მოძრაობა განაპირობებს ვულკანიზმს, მიწისძვრებს, ჩვენ არ გვსიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ სწორედ ვულკანები გახლავთ ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ დედამიწაზე მეტნაკლებად დაბალანსებული არის კლიმატი, მეტნაკლებად დაბალანსებულია თუ არა ურიეთ და არა ირია თავისით, დაბალანსებული არის გაზების შემადგენლობა და ეს ბალანსი არის იდეალური იმისათვის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არსებობდეს და ვითარდებოდეს. მისი 71% დაფარული არის ოკეანეებით, წყალი იმყოფება სამივე მდგომარეობაში, ანუ თუ სხვა პლანეტებზე ან ორთქლის მდგომარეობაშია, ან ყინულის აგრეგატულ მდგომარეობაში, აქ არის სამივე აგრეგატული მდგომარეობა, ორთქლიც, თხევადიც და ყინულის სახითაც და მხოლოდ აქ ხდება ესეთ სტაბილურ ფორმაში. სხვადასხვა დედამიწა არ არის კლასიკური სფერო. იგი არის უფრო ელიფსოიდი, ანუ გეოიდს უწოდებენ მას. იგი გაბრტყელებული არის პოლუსებიდან და ეკვატორი არის ასე წაგრძელებული, ხან ასეთი არ არის, მაგრამ დაახლოებით აი ესეთი ფორმა აქვს მას. დედამიწას ყავს თავისი თანამგზავრი, რომელმაც განაპირობა ჩვენი სტაბილური ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო და რომელიც თავისთავად განაპირობებს უკვე სეზონების ცვლილებას, რომელიც ასევე აუცილებელია და ასევე ის, რომ თანაბრად თვება დედამიწა ყველა მხრიდან და არ არის თქვა ერთი მხრით მიქცეული მზისკენ და არ ხდება ამ ადგილის გადახურება. ანუ ყოველთვის დედამიწაზე არის იდეალურად გაწონასწორებული ტემპერატურული პირობები. ჩვენი პლანეტა შედგება დიდი რაოდენობით რკინისგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტი, ნივთიერება, რომელიც 32%-ია, მაგრამ ძირითადად ეს რკინა მობილიზებული, კონცენტრირებული არის მის ბირთვში. ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობით მასში არის ჟანგბადი. ჟანგბადი როგორც თავისუფალი სახით, ასევე შეჭიდული სხვადასხვა ნივთიერებებთან. დღეები ჩვენთან დღის ხანგრძლივობა ნელ-ნელა იზრდება. დინოზავრების დროს იგი შეადგენდა 23 საათსა და 25 წუთს, ახლა არის 24 საათი და ყოველ 100 წელიწადში 1.5 მილიწამით მცირდება მისი ბრუნვის სისწრაფე. ამიტომ
მილიონი წლების შემდეგ დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს უკვე 25 საათი, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ, იმიტომ რომ ყოველ 100 წელიწადში 1.5 მილიწამით ეს ძალიან ცოტაა. და ამას განაპირობებს თვარე, რომელიც ჩვენ გვამოხრუჭებს, შეიძლება ითქვას. და სწორედ დედამიწა ალბათ ერთადერთი პლანეტა, სადაც გეოლოგია და ბიოლოგია ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ერთმანეთს განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, დედამიწის განლაგებაც და მისი ბრუნვის სიჩქარე და ორბიტა და ყველაფერი, მაგრამ პარალელურად თვითონ დედამიწაზე აი ეს ორი ცოცხალის და არაცოცხალის იდეალური თანხვედრა ქმნის სწორედ იმ პირობებს, რა პირობებშიც ცოცხლე ჩაისახა და შემდეგ განვითარდა და ეგენ მე ვზივარ და გიყვებით ამ ყველაფრის შესახებ. ჩვენს შემდეგ მოდის მარსი. ძალიან საინტერესო პლანეტა, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ და რომ მარსი ითვლება არ შემდგარ დედამიწად. ანუ მარსს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისა, რომ მასზე სიცოცხლე განვითარებულიყო, ასე ვარაუდობენ, მაგრამ მან ამის შანსი დაკარგა. შანსი იმიტომ კი არ დაკარგა, რომ თვითონ თქვათ რაღაცა ცუდი ჩაიდინა, არამედ იმიტომ რომ მარსზე ოდესღაც არსებობდა მდინარეები, ტბები, ოკეანეებიც კი, საიდან ვიცით ეს, ვიცით იქედან რომ მარსი ძალიან კარგად არის შესწავლილი. ჯერ კიდევ ხელოვნური თანამგზავრების, შემდეგ იმ აპარატების მიერ, რომლებიც მარსზე დასხდნენ და იარეს მასზე და უამრავი ფოტო აიღეს, ნიმუშები აიღეს გრუნტის და ამ ფოტოებზე კარგად ჩანს სედიმენტირება, ანუ ის რომ ქანები არის, ესე შრეებად დალაგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ მდინარემ, ან რაღაც ღვარცოფმა, ან ოკეანემ, ან ტბამ დალექა და შემდეგ ეს წყალი გაქრა, მაგრამ საბოლოოდ არ გამქრალა ეს წყალი. წყლის დიდი რაოდენობით კონცენტრირება მოხდა პოლუსებზე, პოლუსები დღეს თეთრია, მოგეხსენება სწორედ არა მხოლოდ წყლის ყინულისგან, არამედ იქ ნახშირორჟანგის მშრალი ყინულიც არის ეგრეთ წოდებული, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით არის წყალი. მარსი თვითონ დაცილებული არის 1.5 ასტრონომიული ერთეულით მზისგან, ეს არის დაახლოებით 228 მილიონი კილომეტრი და დედამიწის დიამეტრის ნახევარია, როგორც გითხარით ისა. გრავიტაცია არის 38% ის რაც დედამიწაზეა და ანუ ჩვენ რომ მოვინდომოთ სამჯერ უფრო მაღლა ვხდებით მარსზე, ვიდრე თქვა დედამიწაზე იგივე ძალით. ანუ მარსიც საკმაოდ თვარესავით 6-ჯერ ნაკლები არ არის, მაგრამ მარსიც ესეთი პლანეტაა, სადაც შეიძლება თქვა ბაზის აშენება და შემდეგ აქედან გაშვება სხვადასხვა მიმართულებით კოსმოსური ხომალდების. რატომ არის მარსი წითელი, რატომ დაარქვეს მას ომის ღმერთის, ანუ სისხლიანი ღმერთის სახელი? იმიტომ რომ მის შემადგენლობაში შედის, მისი ქანების შემადგენლობაში ძალიან დიდი რაოდენობით რკინა და ეს რკინა არის დაჟანგული. ფერუმორი O3-ია და სწორედ ჟანგისფერია პლანეტა და პლანეტის აქედანაც ჩვენ აი ანარეკლს ხედავთ ამ წითელი ფერისა და ამიტომ გვეჩვენება და ძალიან ადვილი გასარჩევია მარსის სხვადასხვა სხვა ციური სხეულებისგან, იგი გამორჩეულად ესეთი აგურისფერი პლანეტაა და ძალიან ლამაზია. ქონდა თუ არა მარს ატმოსფერო? ქონდა, მაგრამ მან დაკარგა ეს ატმოსფერო, იმიტომ რომ აი ეს დინამო მანქანა, რომელიც ჩვენთან მუშაობს, აი ეს თხევადი ბირთვი, რომელიც წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ტალღებს და წარმოქმნის მიზიდულობის ძალას და ამით ჩვენ ვაკავებთ ჩვენს ატმოსფეროს. აი ეს რადგან გაცივდა მარსი, რადგან პატარაა და პატარა სხეულები გაცილებით ადრე ცივდებიან, მოგეხსენებათ, ამიტომ მან ეს დინამო მანქანის მუშაობა შეჩერდა მიზიდულობის ძალა მიკლო და ატმოსფერო გაიფანტა. სამწუხაროდ დღეს მარსზე ატმოსფერო არ არის და ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ მარსზე მზის ჩასვლები ჩვენსავით წითელი და ძალიან ლამაზი ფერის კი არ არის, არამედ არის თითქმის ლურჯია. რატომ? იმიტომ რომ მტვრის ნაწილაკები, რომლებიც ფრინდება მარსის ზედაპირიდან, ისინი გარდატეხავენ შუქს, მზის შუქს და შთანთქავენ წითელ შუქს და გამოუშვებენ მხოლოდ ლურჯს და ამიტომ თუ მარსზე მოხვდებით, იქ გაიკვირდებათ, რომ ლურჯად გაგითენდეთ, ან ლურჯად დაგიღამდეთ. მზე სინამდვილეში არ არის არც ყვითელი, არც წითელი, იგი თეთრი ფერისაა, უბრალოდ ჩვენ ატმოსფერული გარდატეხის გამო ხედავთ მზის აი ესეთ ფერს, რატომ? იმიტომ რომ ლურჯი ფერის შთანთქმა ხდება ჩვენი ატმოსფეროს მიერ და გამოშვება
უფრო თბილი ფერებისა. მზეში მუდმივად მოძრაობენ აკუსტიკური ტალღები, რომლებიც გამოწვეული არის აი თერმობირთვული რეაქციებით და იგი გამოსცემს ძალიან დაბალ ხმიან უწყვეტ გუგუნს, რომელიც 100 დეციბელს, აი როგორც როკ კონცერტის ხმაური არის დაახლოებით ესეც აღწევს ხოლმე. მარსზე გვხვდება ყველაზე მაღალი მთა ჯერჯერობით, რაც შესწავლილი არის სხვა პლანეტებთან შედარებით, ეს გახლავთ ოლიმპოს მთა, რომელიც 25 კილომეტრის სიმაღლისაა, ანუ წარმოიდგინეთ თითქმის სამჯერ და კიდევ უფრო მეტი სიმაღლის ვიდრე ევერესტია. არის გიგანტური მარინერის ხეობები, ამ მარინერის ხეობების სიგრძე არის დაახლოებით ისეთი როგორც შტატები რო გადმოჭრათ თქვენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ამ კანიონების სიღრმე გახლავთ 7 კილომეტრი, საოცარი სიღრმე აქვს. ანუ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ აქ ოდესღაც ძალიან მძლავრი წყლის ნაკადები მოძრაობდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამერიკელებს რამდენიმე აპარატი აქვს გაშვებული მარსზე, რომლებიც მოძრაობენ მარსზე, გადაადგილდებიან, იღებენ ფოტოებს, იღებენ ნიადაგების ნიმუშებს და სწორედ ერთ-ერთი ასეთი Perseverance მუშაობს ჯეზეროს კრატერში. ეს კრატერი გახლავთ დარტყმითი კრატერი, შემდეგ ამ კრატერში ჩაგროვდა წყალი და ფაქტიურად იყო ტბა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და Perseverance ცდილობს, რომ აი ტბის ნალექებში, ნიმუშებში იპოვოს ბაქტერიული ან რაღაცა სიცოცხლის ნიშნები. ჯერჯერობით ეძებენ, ვერ პოულობენ. მარსის პოლუსებზე, როგორც გითხარით, არის წყალი და მის ქვემოთაც, მისი ქერქის ქვემოთაც ვარაუდობენ, რომ არის ასევე გრუნტის წყლები. ნახოთ თუ ეს ასეც იქნა, ამ შემთხვევაში მარსის ათვისება, რა თქმა უნდა, გაადვილდება. მარსი მოგეხსენებათ, უსაყვარლესი პლანეტა არის ფანტასტებისთვის, იქ ვითარდება ძალიან ბევრი საინტერესო სიტუაცია, ასევე დედამიწაზე მარსიელები ჩამოდიან და გვიტევენ ხოლმე, მაგრამ რეალურად მართლაც მარსი არის კოსმოსური კვლევებისათვის და დაწყევლილ პლანეტად ითვლებოდა. რატომ? იმიტომ რომ გაშვებული მისიებიდან, გაშვებული აპარატებიდან 2/3 დაიღუპა. რაღაც დაამუღამეს უკვე დედამიწელებმა მარსის ათვისების პროგრამები და უკვე თქვათ მარინერი, ვიკინგი და The Spirit, Opportunity, Curiosity, Perseverance, ეს მისიები უკვე წარმატებით მუშაობენ ამ პლანეტაზე და ძალიან ბევრ ამას გვაჩვენებენ და გვამცნობენ საინტერესოს. მარსსა და იუპიტერს შორის არის ძალიან საინტერესო ადგილი. ეგრეთ წოდებული ასტეროიდთა სარტყელი. არის რამდენიმე თეორია თუ რატო წარმოიქმნა ეს მილიარდობით ნატეხი სხვადასხვა ზომის. აი ხა ვნახოთ თუ როგორ მუშაობს მათემატიკა და ფიზიკა ციური სხეულების აღმოჩენის და შემდეგ შესწავლის საქმეში. მე-18 საუკუნის დასაწყისში ასტრონომებმა შეამჩნიეს ძალიან უცნაური კანონზომიერება პლანეტების განლაგებაში და გამოიყვანეს ფორმულა, რომელსაც ეწოდება ტიციუს-ბოდეს ფორმულა, რომ აი ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ეს ფორმულა მუშაობს, იმ ადგილებში უნდა იყოს პლანეტები, მაგრამ უცებ აღმოაჩინეს, რომ მარსსა და იუპიტერს შორის არის ხვრელი. ანუ იქ არანაირი პლანეტა არ არის. და სანამ ვიპოვითო ამ პლანეტასო, მოდი მას დავარქვათ ფაეტონი. ანუ ჰიპოთეტური პლანეტა არ არსებობს. ჯერ არ უნახავთ. ფაეტონი გახლავთ მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი, ბერძნულ მითოლოგიაში, რომელმაც ვერ დაიმორჩილა ეტლი და დაიღუპა და დაიმსხვრა მისი ეტლი. ამ ჰიპოთეზის თანახმად აქ უნდა ყოფილიყო პლანეტა, რომელიც ან სხვა კოსმოსურ სხეულს შეეჯახა და დაიშალა, ან მასზე იმოქმედა ძალიან ძლიერმა მიზიდულობის ძალამ იუპიტერისამ და მარსისამ და მათ შუაზე გაგლიჯეს ეს პლანეტა და დღეს მისი ნამსხვრევები ტრიალებს, ან შესაძლოა რომ ამ პლანეტის შიგნით მოხდა ისეთი რამ, თქვა და ძალიან ძლიერი ამოფრქვევების სერია, რომელმაც უბრალოდ დაშალა პლანეტა და მიმოფანტა მის კოსმოსში, მაგრამ აი სწორედ მარსისა და იუპიტერის განსაკუთრებით მიზიდულობის ძალით იგი დარჩა, მისი ნამტვრევები დარჩა ორბიტაზე და ისინი ტრიალებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აფეთქებული პლანეტის იდეა და ჰიპოთეზა ძალიან პოპულარულია, თანამედროვე მონაცემები ამას ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ მასის დეფიციტი გააჩნია იმ თუ იქნებოდა ესეთი პლანეტა, მას ექნებოდა ძალიან დიდი დეფიციტი მასის. დღეს მთლიანად რო შეკრიბოთ ის ნატეხები, რაც აი ორბიტაზე მოძრაობს, ის იქნება მთვარის მხოლოდ 4%. ანუ ძალიან პატარა იქნება. ქიმიური განსხვავება, ქიმიურად ეს
ნატეხები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი არის მეტალიური, უფრო რკინის, ზოგი არის კლდოვანი, ზოგიერთი ამათი სინთეზი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა პირობებში ჩამოყალიბდნენ. და როგორც უკვე გითხარით, ეს არის იუპიტერის დამსახურებაც, ანუ არ არის გამორიცხული, რომ იუპიტერმა მოიზიდა სხვადასხვა ადგილებიდან მასთან მის გვერდით ჩამოფრენილი დიდი ზომის ნატეხები, რომლებმაც შემდეგ შექმნეს ეს ასტეროიდთა სარტყელი. ასტეროიდთა სარტყელში არის 4 დიდი ობიექტი, ეს გახლავთ ცერერა, რომელიც ფაქტიურად ჯუჯა პლანეტის ზომის არის, მისი დიამეტრი არის 940 კილომეტრი, საკმაოდ დიდია ნამსხვრევისთვის და მასზე აღმოჩენილი არის კაშკაშა თეთრი ლაქები და როგორც ვარაუდობენ, ეს არის როგორც სოდის მარილები, გამოყოფილი სოდის მარილები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ წყალს შეეძლო ამოეღო ცერერას სიღრმიდან. ანუ ცერერაზე შესაძლოა არსებობდეს წყალი. ასევე ცერერაზე არის ეგრეთ წოდებული კრიოვულკანიზმი, ანუ ყინულოვანი ვულკანიზმი და ამის დამადასტურებელი არის მთა ახუნა, ეს არის გიგანტური ყინულოვანი ვულკანი, რომელიც შეიქმნა ამოფრქვეული წყლისგან და გაყინული წყლისგან. აი დაახლოებით ისე როგორც ჯავახეთის პლატოზე ალბათ გაქვთ ის ვიდეო ნანახი, როდესაც მიწიდან ამოსული წყალი ნელ-ნელა იყინებოდა და შექმნა რამდენიმე მეტრის სიმაღლის ყინულოვანი კლდე. საინტერესო ობიექტია ძალიან. მეორე ობიექტი ეს გახლავთ ვესტა, რომელსაც აქვს პროტოპლანეტური აგებულება, მას აქვს რკინის ბირთვი და მსოფლიო რეკორდსმენია იგი იმ ხრივ, რომ მასზე არის კრატერი სამხრეთ პოლუსზე არის კრატერი, რომლის ცენტრალური პიკის სიმაღლე არის 22 კილომეტრი. ანუ იგი თითქმის იმავე სიმაღლისაა, რამდენიმე 2 კილომეტრი აკლია, რომ ოლიმპოს მთის სიმაღლის იყოს. და ასევე ვესტა გახლავთ, რა საინტერესოა არ უნდა იყოს, დედამიწაზე ნაპოვნი მეტეორიტების, ან ყოველი მე-20 მეტეორიტი არის ვესტადან მოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ მისი შემადგენლობისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მილიარდობით წლის წინ მომხდარმა შეჯახებებმა მისი მასის თითქმის 2% გაფანტეს ღია კოსმოსში და დღემდე ეს მეტეორიტები ჩვენთან მოფრინავენ და ეცემიან. მესამე ზომით ასეთი პლანეტოიდი შეიძლება ითქვას არის პალადა, იგივე მოხეტიალე ორბიტის მქონე ციური სხეული, რომელიც სიდიდით მესამეა, მაგრამ მას აქვს ძალიან უცნაური ორბიტა. იგი სხვა პლანეტებისგან განსხვავებით 4 გრადუსით არის დახრილი მზის სისტემის სიბრტყის მიმართ და თითქოს ეს ზემოდან და ქვემოდან უვლისო მზესო. ძალიან საინტერესო ტიპია. და იუნონა, ეს გახლავთ ამ 4 სხეულში ყველაზე პატარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ზომის ასტეროიდი, რომელმაც ვერ შეძლო სფერული ფორმის მიღება, იმიტომ რომ მას არ ეყო უბრალოდ გრავიტაცია, მას მასა არ ეყო, რომ ეს გრავიტაციულად გვალი ფორმა მიეღო. იგი შედგება მაგნიუმის და რკინის სილიკატებისგან და ის არის სარტყელის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მზესთან. სხვაგვარად ცერერა, ის ყველაზე დიდი ასტეროიდი, დღეს განიხილება როგორც ერთ-ერთი პოტენციური ადგილი, სადაც შეიძლება არსებობდეს მიკრობულ დონეზე სიცოცხლე. ნახოთ, ამას მომავალი კვლევები გვაჩვენებს. პლანეტების მეფე, იუპიტერი. მართლაც ულამაზესი პლანეტა, ძალიან უცნაური პლანეტა. იგი მზის სისტემის ნამდვილი მბრძანებელია, მზის შემდეგ, რა თქმა უნდა, და თუ მზე არის სისტემის გული, იუპიტერი არის მისი ხერხემალი და მისი დამცველი. იმიტომ რომ მისი გრავიტაცია, აი როგორც კოსმოსური უმძლიერესი მტვერსასრუტი, ისე იზიდავს და თავისკენ ეკაჩება ყველა სახიფათო კომეტას და ასტეროიდს, რომელიც პოტენციურად შეიძლება დედამიწისკენ წამოვიდეს და იგი გაანადგუროს. იგი თითქოს რაღაც თავისი მიზიდულობის ძალით წმენდს ჩვენს ირგვლივ ყველაფერს. იუპიტერი იყო სხვაგვარად პირველი პლანეტა, რომელიც მზის სისტემაში ჩამოყალიბდა, მართალია ძალიან შორს მზისგან, მისი დაშორება არის 778 მილიონი კილომეტრი. და მისი ზომა არის წარმოუდგენელი. მასში ჩაეტევა 1300 დედამიწა. გიგანტური პლანეტაა, მაგრამ იგი არ არის მყარი. იგი გაზობრივი პლანეტაა. მან თავისი ჩამოყალიბების მანძილზე იმდენი გაზი მოაგროვა, რომ ფაქტიურად გაზობრივი პლანეტად იქცა და როგორც უკვე ვთქვი, იგი
ვერ შედგა მზედ, იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო მასა. თორემ აი ეს ჰელიუმი და წყალბადი რაც მან მიიზიდა, ის რომ უფრო მასიური ყოფილიყო, ის ახალ მზედ გადაიქცეოდა. მიუხედავად გიგანტური ზომისა, იუპიტერი ყველაზე სწრაფად ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. მისი დღეღამე 9 საათი და 55 წუთი გრძელდება სულ, ხოლო მზის გარშემო იგი წრეს არტყამს 12 დედამიწის წლის განმავლობაში. იუპიტერზე დაჯდომა რო გადაწყვიტოთ, ვერ დაჯდებით. აი ესე გაივლით უბრალოდ გაზობრივ ფენებს, სანამ სადღაც რაღაც ეტაპზე წნევა არ გაგანადგურებთ. შემადგენლობა ეს არის ძირითადად ჰელიუმი და წყალბადი და მის სიღრმეში უკვე იმდენად მაღალი წნევაა, რომ წყალბადი გადაქცეული არის მეტალად, და პარალელურად დენის გატარება შეუძლია. წარმოიდგინეთ, აი წყალბადი დენის გამტარი, ფაქტიურად მეტალია. ატმოსფეროში გახლავთ ერთი დიდი წითელი ლაქა, რომელიც ძალიან კარგად ჩანს და ეს გახლავთ გიგანტური გრიგალი, რომელიც უკვე როგორც ვარაუდობენ 350 წელია, აკვირდებიან ყოველ შემთხვევაში, რომ ეს გრიგალი არსებობს, იგი გადაადგილდება, იგი ტრიალებს. სხვათა შორის ამ ბოლო დროს მან დაპატარავება დაიწყო, შეიძლება ჩაქრობისკენ წავიდეს, დამშვიდდეს როგორც იქნა. მაგნიტოსფერო და რადიაცია საკმაოდ მაღალია, მას გააჩნია მაგნიტური ველი 20,000-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე დედამიწას, ამიტომ იგი ქმნის მომაკვდინებელ რადიოაქტიურ სარტყლებს და ნებისმიერი კოსმოსური ხომალდი, რომელიც იუპიტერს მიუახლოვდება, შესასწავლად უნდა იყოს შეჯავშნული ტიტანის ფილებით, ფირფიტებით, რათა ელექტრონიკა არ დაიწვას უბრალოდ. იუპიტერის პირველი მკაფიო ფოტო გამოაგზავნა ვოიაჯერმა და პიონერმა. ვოიაჯერი მოგეხსენებათ უკვე გასული არის მზის სისტემიდან და მზის სისტემის ზეგავლენიდან 1970-იანებში მოხდა ეს ამბავი. შემდეგ 2016 წელს იუპიტერისკენ გაუშვეს ამერიკელებმა იუნონას მისია, რომელიც დღემდე ტრიალებს იუპიტერის ირგვლივ, მის ორბიტაზეა და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის პარალელურად გვაწვდის აი ამ გიგანტური ციკლონების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ამ პლანეტაზე დუხს. იუპიტერ 1994 წელს კაცობრიობა და ასტრონომები გახდნენ ძალიან საინტერესო მოვლენის შემსწრე, როდესაც მან შთანთქა შუმეიკერ-ლევის 9, ასე ეწოდება ამ კომეტას, მისი ჯერ დაშალა იგი ჰაერში და დალეცა საკუთარი გრავიტაციით და შემდეგ და აი ეს დაბომბვის კვალი, ხო, კარგა ხანს ეტყობოდა მის ატმოსფეროს. ძალიან საინტერესო მოვლენა იყო, აი ხედავთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. იუპიტერს ყავს 95 თანამგზავრი, აქედან გალილეისეული არის 4: იო, ევროპა, კალისტო და განიმედი. ეს 4-ვე თანამგზავრი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ძალიან საინტერესოები არიან. ყველას აქვს თავისებური აგებულება, ყველას აქვს თავისებური პირობები და მაგალითად ევროპაზე ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული იყოს სიცოცხლე. სიცოცხლე ხარ თქვათ, ესეთი მრავალუჯრედიანი და ძალიან განვითარებული არა, მაგრამ ბაქტერიული ან ვირუსული სახით მაინც. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე ძირითად თანამგზავრებზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. ახლა რომ ჩამაში ჩამესვა 5 საათიანი ვიდეო გამომივიდოდა. გადავდივართ ძალიან საინტერესო და ლამაზ და ალბათ ყველაზე ეფექტურ პლანეტაზე, ეს გახლავთ სატურნი. სატურნი რგოლების მბრძანებელი, რომელიც ასევე ძალიან კარგად ჩანს ჩვეულებრივი ბინოკლით, კარგი ხარისხის ბინოკლით და კარგად ჩანს მისი რგოლები. მანძილი მზისგან არის დაახლოებით 9,5 ასტრონომიული ერთეული, ეს არის 1,5 მილიარდი კილომეტრი. მზის გარშემო იგი წრეს არტყამს 30 წლის განმავლობაში და ტრიალებს საკმაოდ სწრაფად, მასზე დღეღამის ხანგრძლივობა არის 10 საათნახევარი. სიმკვრივე მისი არის ძალიან უცნაური. მისი სიმკვრივე არის წყალზე ნაკლები. აი სატურნი რომ თქვათ შესაბამისი ტაშტი ავიღოთ, რომ სატურნი ჩავატიოთ და სატურნი ჩავდოთ ამ წყალში, იგი არ ჩაიძირება. ჩატეა. რგოლების სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ძველმა ასტრონომებმა დაინახეს და ძალიან გაუკვირდა თუ რა იყო ეს, ეს არ არის ერთგვაროვანი რაღაცა რგოლი, რომელიც რაღაცა შემოარტყეს. ეს არის ყინულის და კლდეების ნატეხებისგან შექმნილი ესეთი მოძრავი, რომელიც ტრიალებს ამ პლანეტის ირგვლივ და ქმნის შრეებს. სისქე
მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით კილომეტრი არის მისი სიგანე, მისი სისქე არის ძალიან პატარა. ანუ რაღაც 3-4 სართულიანი სახლის სისქე აქვს აი ამ რგოლებს, მაგრამ იმდენად საინტერესოდ არის ეს რგოლები განლაგებული, იმდენად ჭიდროთ არის შიგნით აი ეს ნამტვრევები განთავსებული, რომ კარგი გადიდების მქონე ტელეფონითაც შეგვიძლია გადავიღოთ მისი რგოლები. საკუთარი თანამგზავრები მას ყავს 146. იგი რეკორდსმენია ამ ხრივ მზის სისტემის პლანეტებს შორის, მათგან განსაკუთრებული გახლავთ ტიტანი, ეს არის სატურნის ყველაზე დიდი და მზის სისტემის მეორე უდიდესი თანამგზავრი, ეს იგი მერკურიზე დიდია ზომით სხვათა შორის. და მას აქვს კრივი ატმოსფერო, კარგად დაცული ატმოსფერო და თხევადი ტბები, მაგრამ ეს ტბები არ გახლავთ წყლის, ეს არის მეთანის და ეთანის, ანუ გაზის, რაზეც ჩვენ ჩაის ვადუღებთ ხოლმე, აი ის წარმოიდგინეთ იმის ტბები და ზღვები არის ტიტანზე. შემდეგ არის ენცელადუსი, ეს არის პატარა ყინულოვანი სამყარო, რომელიც კოსმოსში გეიზერებს ისვრის, წყლის გეიზერებს სხვათა შორის და მის ყინულქვეშა ოკეანეში ვარაუდობენ, რომ იყოს სიცოცხლე. ანუ წარმოიდგინეთ, ბირთვი არის მისი ცხელი, გარედან არის ყინულის ფენა, ხოლო ბირთვსა და ყინულის ფენას შორის არის ოკეანე, თხევადი ოკეანე, რომელიც ძალიან გადახურდა რაღაც პატარა ნახრეტებიდან აი გეიზერებს, ანუ პატარა წყლის ვულკანებს ამოისვრის ხოლმე. აი აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ელემენტარული სიცოცხლე იყოს. შემდეგ მოდის 4 ძალიან საინტერესო შედარებით პატარა ზომის თანამგზავრები, ეს არის რეა, იაპეტი, დიონა და თეტისი, ესენიც ყინულოვან კლდოვანი თანამგზავრებია, მათზეც არის შანსი, რომ რაღაცა გამოჩნდეს და კიდევ არის მიმასი. ძალიან საინტერესო თანამგზავრი, რომლის მიხედვითაც გაკეთებული არის შემდეგ აი Star Wars-ის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ხომალდი, რომელსაც ქვია Death Star, სიკვდილის ვარსკვლავი. მის მიხედვით არის, იმიტომ რომ მასზე არის გიგანტური კრატერი, დარტყმითი კრატერი, რომელსაც ამოჭამა მიმასის აი ეს გარსი და ესე ჩაღრმავებული იმით ძალიან უცნაურად გამოიყურება. თითქოს ჩაკბიჩავა ვიღაცამ ვაშლიო როგორც Apple-ის იმაზე. მას სწავლობდნენ 70-ან 80-ან წლებში პიონერი და ვოიაჯერი და ახლა ბოლო დროს სწავლობს კასინი, რომელიც ძალიან ბევრი ახალი რამ მოგვაწოდა როგორც მის თანამგზავრების შესახებ, ასევე თვითონ პლანეტის და მისი რგოლების შესახებ. სატურნი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მასზე, მის პოლუსზე, ჩრდილოეთ პოლუსზე მძვინვარებს 6 კუთხა, იდეალური 6 კუთხა ჰექსაგონური ფორმის შტორმი, რომელიც თითოეული გვერდის სიგრძე მისი დედამიწაზე რამდენჯერმე მეტია. ეს არის გიგანტური შტორმი, რომელსაც აი ესეთი იდეალური 6 კუთხედის ფორმა აქვს. რატომ? რანაირად არავინ იცის. ურანი, ურანუსი გახლავთ ერთადერთი პლანეტა მზის სისტემაში, რომელსაც არ აქვს რომაულ მითოლოგიასთან კავშირი, არამედ აქვს ბერძნულთან. იგი გახლავთ ბერძნულ მითოლოგიაში ცის ღმერთი, რომელიც კრონოსის, ანუ იგივე სატურნის მამაა და ზევსის, ანუ იგივე იუპიტერის პაპა, ანუ მზის სისტემაში დაცული არის აი ეს ღმერთების იერარქია და ერთგვარი თაობათა ჯაჭვი. ურანი ძალიან საინტერესოა იმ ხრივ, რომ იგი მწოლიარე პლანეტა აქვს. თუ სხვა პლანეტები აი ესე ტრიალებენ, ან ასე, ურანუსი თითქმის დაწოლილია და აი ესეთნაირად ტრიალებს, ძალიან საინტერესოა, მისი დაშორება არის თითქმის 3 მილიარდი კილომეტრი მზიდან, ეს არის 19.5 ასტრონომიული ერთეული და იმდენად შორს არის იგი მზისგან, რომ მზის ხივი სანამ მანამდე მივა 2 საათი და 40 წუთი ჭირდება. ანუ ფაქტიურად ურანუსზე რო ვართ, ჩვენ ვუყურებთ რა ხდებოდა მზეზე 2 საათი და 40 წუთის წინ. მზის გარშემო იგი აანდომებს წრის დარტყმას 84 წლის განმავლობაში და დღე-ღამე საკმაოდ მოკლეა, ანუ იგი სწრაფად ტრიალებს, ამიტომ სულ 17 საათია დღე-ღამის ხანგრძლივობა. ექსტრემალური დახრილობა აძლევს ურანუსს იმ უნიკალურ თვისებას, რომ მასზე აი 84 წლის განმავლობაში 42 წელი არის მუდმივი დღე,
ხოლო 42 წლის განმავლობაში არის მუდმივი ღამე. ესეთი უცნაური პლანეტაა იგი. იგი მიეკუთვნება ყინულის გიგანტების კლასს, შედგება წყლისგან, მეთანისგან და ამიაკისგან. ატმოსფერო არის ყველაზე ცივი სხვა პლანეტებთან შედარებით, მისი ტემპერატურა არის 224 გრადუსი ცელსიუსი, მინუსი, რა თქმა უნდა, და ურანუსს აქვს ძალიან ლამაზი ცისფერ მომწვანო ელფერი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობით არის მეთანი, რომელიც შთანთქავს წითელ სინათლეს და გამოაფრქვევს ლურჯს, ირეკლავს უბრალოდ. ურანუსს აქვს რგოლები, რა საინტერესოც არ უნდა იყოს, ეს ბოლო დროს აღმოჩნდა. 13 რგოლი აქვს მას, ისინი სატურნივით კაშკაშა და სქელია და ესეთი გამორჩეული არ არის, ამიტომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, რა თქმა უნდა. ყავს 28 ცნობილი ჯერჯერობით თანამგზავრი და მათი სახელები უნიკალურია სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, ანუ მათ მითოლოგიური გმირების სახელები კი არა, უილიამ შექსპირის და ალექსანდრე პოპის ნაწარმოებების მიხედვით ქვიათ სახელები, როგორც ჩანს ის ასტრონომები, რომელმაც აღმოაჩინეს აი ამ ორი მწერლის ფანატები იყვნენ, ეს არის ტიტანია, ობერონი, არიელი, უმბრიელი, მირანდა და ასე შემდეგ. ურანი კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე შეუსწავლელი პლანეტაა, მას ერთხელ ჩაუფრინა Voyager 2-მა, რომ 86 წელს, რომელმაც გადაიღო რამდენიმე ფოტო და გამოაგზავნა დედამიწაზე. სხვა შორის ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, ჰერშელმა აღმოაჩინა იგი და მისთვის უნდოდა მეფე ჯორჯ მესამის საპატივცემულოდ დაერქმია გეორგიუმ სიდუს, ანუ ჯორჯის ვარსკვლავი, გიორგის ვარსკვლავი, თუმცა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ არ მიიღო ეს ვარიანტი, იმიტომ რომ პოლიტიკა არ უნდა იყოს ასტრონომიაში. ურანზე პირობები, ანუ ეს გიგანტური წნევა და სიცივე იმდენად ექსტრემალურია, რომ იქ ჩვეულებრივი სახით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია სიცოცხლე, იქ არ იარსებებს. მაგრამ იქ არის ერთი ძალიან საინტერესო რამ. იმდენად მაღალია წნევა და იმდენად ბევრი არის ნახშირბადი, რომ იგი გარდაიქმნება ალმასებად და როგორც ვარაუდობენ, ურანუსზე ალმასების წვიმა მოდის. ნეპტუნი პლანეტა, რომელიც შეიძლება ითქვას ქაღალდზე აღმოაჩინეს. ნეპტუნი არის პირველი პლანეტა, რომელიც ჯერ მათემატიკურად იწანასწარმეტყველეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახეს ტელესკოპში. პრობლემა იყო ის, რომ ურანი, რომელიც უკვე ცნობილი იყო ჰერშელიდან მოყოლებული, ძალიან უცნაურად მოძრაობდა თავის ორბიტაზე. ანუ მასზე აშკარად ვიღაცა ახდენდა ზეგავლენას გრავიტაციულად. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მისი ადგილმდებარეობა სწორედ აი აქედან დაედგინათ. იმდენად შორს არის იგი და იმდენად არ არის, მანდამაის არ დიდი პლანეტაა, რა თქმა უნდა, დედამიწაზე გაცილებით დიდია, მაგრამ იმდენად შორს არის, რომ მისი კარგი ტელესკოპის გარეშე დანახვა შეუძლებელი იყო, ამიტომ 1846 წელს ლევერიეს, ეს ფრანგი ასტრონომი გახლავთ, მისი გამოთვლების საფუძველზე უკვე გერმანელმა ასტრონომმა იოჰან გალემ ნეპტუნი ზუსტად იმ წერტილში იპოვა, სადაც მათემატიკა მიუთითებდა. აი ეს არის ეს მათემატიკის საოცრება და მისი ჯადოსნობა, რომ თითქოს არაფრისგან, თითქოს ციფრებისგან ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ პლანეტის არსებობაც კი. მანძილი მზიდან არის დაახლოებით 4,5 მილიარდი კილომეტრი, ეს არის 30 ასტრონომიული ერთეული და იქ მუდმივად ბინდბუნდი, ანუ დღის, როდესაც მას მზე ანათებს, იმდენად დიდხანს უნდება მზის სხივი მანამდე მისვლას, რომ თითქმის კარგავს ძალას და იქ ესეთი შებინდებისავეთ დღე არის. მას სჭირდება 165 წელი, რომ დაარტყას წრე, ანუ 1 წელი არის 165 დედამიწის წელი და დღეღამე საკმაოდ მოკლეა, საკმაოდ სწრაფად ბრუნავს იგი და 16 საათში დღეღამე სრულდება. ფერი აქვს ძალიან ლამაზი, იგი გაცილებით კაშკაშა და ლურჯია ვიდრე ურანუსი, იმიტომ რომ აქაც დიდი რაოდენობით მეთანია და პლუს კიდევ დამატებით არის რაღაც უცნობი კომპონენტი, ის აძლევსო აი ამ ლილისებურ ძალიან ლამაზ ლურჯ ფერსო. აქ უბერავს სუპერქარები, ყველაზე ძლიერი ქარის სისწრაფე გახლავთ 2100 კმ/სთ, ნუ წარმოგიდგენიათ რა არის ახლა ჩვენთან 150 კმ/სთ უკვე ძლიერი გრიგალია და 2100 კმ/სთ. და აქვე არის ძალიან საინტერესო დიდი მუქი ლაქა. ეს Voyager 2-მა გადაიღო 1999 წელს, როდესაც მან პლანეტა შეუფრინა
და იუპიტერის ლაქისგან განსხვავებით, ეს ლაქები ხან ჩნდება, ხან ქრება. ანუ გრიგალის წარმოქმნა ხდება, შემდეგ ეს გრიგალი წყნარდება, შემდეგ წარმოიქმნება ახალი და ასე შემდეგ. აქაც ისევე როგორც ურანოსზე არის ალმასების წვიმა, იმიტომ რომ ტემპერატურა, წნევა და ნახშირბადის რაოდენობა აქ საკმაოდ მაღალია. როგორც ვარაუდობენ, მისი თვითონ ბირთვი არის დედამიწის ხელა და ამ დედამიწაზე მუდმივად ცვივა ალმასები. ნეპტუნს 16 ცნობილი თანამგზავრი ყავს და როგორც ოკეანის მეფეს, მისი ამ თანამგზავრების სახელები მოდის ნიმფების სახელებისგან. მათ შორის ყველაზე დიდი არის ტრიტონი. ტრიტონზე ვარაუდობენ, რომ შესაძლებელი არის ძალიან პრიმიტიული სიცოცხლე, მაგრამ ამას დამტკიცება ჭირდება, ჯერჯერობით ეს ერთ-ერთი ყველაზე მიუწვდომელი თანამგზავრია ასტრონომების შესასწავლად. და ის არის ერთადერთი დიდი თანამგზავრი, რომელიც პლანეტის ბრუნვის საპირისპიროდ მოძრაობს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ის არ დაბადებულა ნეპტუნთან ერთად, არამედ ის არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადგილიდან მოსული, რომლის შესახებაც ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ანუ ნეპტუნმა იგი მიიზიდა იქედან და თავის ორბიტაზე დატოვა. ტრიტონზე არის კრიოვულკანიზმი, მაგრამ ეს კრიოვულკანიზმი წყლისგან კი არ არის გამოწვეული, არამედ აქ არის თხევადი აზოტის გეიზერები, რომლებიც შიგადაში გამოიბრკვევა ხოლმე და ეს არის მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილი, -235 გრადუსია ცელსიუსით. ჩვენ ნეპტუნით ვასრულებთ კლასიკური 8 პლანეტის მიმოხილვას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ პლუტონზე. პლუტონი, რომელიც ძალიან საინტერესოდ აღმოაჩინეს. პლუტონის ძიება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ასტრონომებმა შენიშნეს, რომ ურანსა და ნეპტუნს გარეთ კიდევ რაღაცა პლანეტამ უნდა იმოძრაოს. ყოველ შემთხვევაში დიდმა ციურმა სხეულმა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ამ ორი პლანეტის მოძრაობაზე. აღმოჩენის თარიღი არის 1930 წელი, 18 თებერვალი. იგი აღმოაჩინა ამერიკელმა ახალგაზრდა ასტრონომმა, 24 წლის ასტრონომმა და გამოცხადდა კონკურსი მისთვის სახელის დარქმევაზე და 11 წლის ინგლისელმა გოგონამ გაიმარჯვა, რომელმაც ვენეცია ბერნი ერქვა ამ გოგონას, ხოშორის, რომელმაც ამ პლანეტას დაარქვა პლუტონი. პლუტონი გახლავთ ქვესკნელის ღმერთი და იგი კარგად ეხამება სწორედ იმ ადგილს, სადაც იგი მოძრაობს. რატომ ჩამოართვეს პლუტონს 2006 წელს პლანეტის სტატუსი? იმის გამო, რაც მე უკვე გითხარით, მას არ აქვს გაწმენდილი თავისი ორბიტა და ეს არის პლანეტისთვის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება. 2005 წელს აღმოჩნდა კიდევ ერთი ობიექტი ამავე ზონაში, ეს გახლავთ ერიდა, ერისი, იგივე, რომელიც პლუტონზე გაცილებით მასიური აღმოჩნდა და მეცნიერები არჩევანის წინაშე დადგნენ, ან ერიდა უნდა აეღიარებინათ მე-9 და მე-10 პლანეტად, ან პლანეტის დეფინიცია უნდა შეეცვალა და სწორედ ამის შემდეგ დადგინდა ის, რაც დადგინდა, რომ პლანეტას უნდა ჰქონდეს აუცილებლად სფერული ფორმა, უნდა ჰქონდეს საკმარისი მასა და გრავიტაცია, რომ მან მის გზაზე ყველაფერი მოასუფთავოს და ასეთი რამ კი აქ არ ხდებოდა, იმიტომ რომ პლუტონი თავისი ორბიტის მბრძანებელი და არც ერისი არ არიან. პლუტონს აქვს ძალიან საინტერესო ორბიტა, იგი არის ელიფსური, ანუ წრიული კი არ არის, ელიფსურია და ზოგჯერ უფრო ახლოს მიდის ხოლმე მზესთან, ვიდრე მის ქვემოთ მდებარე ნეპტუნი. პლუტონს ყავს დიდი, საკმაოდ დიდი ზომის თანამგზავრი ქარონი, რომელიც პლუტონის ზომის არის თითქმის და ისინი ერთმანეთის ირგვლივ ბრუნავენ, ესე რაღაცეთ სისტემაა, თითქოს ესეთი ორმაგი პლანეტარული სისტემაა. 2015 წელს New Horizon-მა აღმოაჩინა გულის ფორმის გიგანტური მყინვარი, რომელიც აზოტისგან შედგება. თვითონ პლუტონს აქვს ატმოსფერო, მაგრამ იგი ძალიან თხელია და სხვა შორის იყინება ხოლმე და ზედაპირზე ეცემა, როდესაც პლანეტა მზეს შორდება. ანუ პლანეტას როდესაც მზეს მიუახლოვდება, ატმოსფერო ამოდის და გადაეკვრება მას გარედან, ხოლო როგორც კი მას მოცილდება, იმდენად იყინება უკვე გზადაგზა, რომ პლანეტაზე ეცემა. ამავე სარტყელში, როგორც გითხარით, მოძრაობს კიდევ ერთი ასეთი ჯუჯა პლანეტა, ერისი, რომელიც 27%-ით მძიმეა პლუტონზე, მაგრამ მასზე ოდნავ პატარა, ანუ სიმკვრივეა მისი ძალიან მაღალი.
და მას ყავს თავისი თანამგზავრი, რომელსაც დისნომია ჰქვია. აქვე მოძრაობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პლანეტოიდი, ეს არის მაკე. იგი აღმოაჩინეს 2005 წელს, სულ რაღაც 21 წლის წინ და აღდგომის დღესასწაულზე და ამიტომ რადგან აღდგომის კუნძულებია და არქვეს ამ აღდგომის კუნძულების ღმერთის სახელი. ატმოსფერო მას არ აქვს მუდმივი, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, იგი როდესაც მიუახლოვდება ხოლმე მზეს, მას წარმოექმნება ისევე როგორც პლუტონს ატმოსფერო, შემდეგ ისევე იყინება და ეცემა პლანეტოიდის ზედაპირზე. კიდევ ერთი პლანეტოიდი ჰაუმეა, რომელსაც არა ბურთისებური, არამედ ესეთი რეგბის ბურთის ფორმა აქვს, უფრო ეს ელიფსოიდის ფორმა და მას ყავს ორი თანამგზავრი, ჰიაკა და ნამაკა. ამიტომ პლუტონი მარტო არ არის მასთან ერთად ესეთ კარგი სერიოზული კომპანია დაფრინავს მზის ირგვლივ. და გადავედი ძალიან საინტერესო ადგილზე მზის სისტემაში, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული კოიპერის სარტყელი. კოიპერის სარტყელი არის ასტეროიდების სარტყელი, აქ 20-ჯერ უფრო ფართოა იგი და 200-ჯერ უფრო მასიურია ვიდრე ის ასტეროიდთა სარტყელი, რომელიც არის განლაგებული მარსსა და იუპიტერს შორის და განსხვავებით იქაური ასტეროიდებისგან, იქ თუ კლდოვანი და მეტალიური იყო, ასტეროიდები აქ არის უკვე ყინულოვანი და სწორედ კოიპერის სარტყელში ყალიბდებიან ხოლმე კომეტები. კომეტები მოგეხსენებათ, ეს არის ყინულის გიგანტური მასა, რომელიც მოფრინავს, რომელიც მზეს უახლოვდება და ამ დროს იწყება მისგან გაზების აორთქლება და სწორედ ის წარმოქმნის კუდს და ამიტომაც უწოდებენ ამ კოიპერის სარტყელში არის განლაგებული რამდენიმე პლანეტა, პლუტონი, ჰოუმეა, მაკე და ერიდა. ძალიან საინტერესო ადგილია. კოიპერის სარტყელის შესახებ ჩვენ ვოიაჯერებმა გვიამბეს, რომლებიც გასცდნენ მას და მიაღწიეს მზის სისტემის საბოლოო წერტილს, ეს გახლავთ ოორტის ღრუბელი. ის იწყება მზიდან დაახლოებით 2000 ასტრონომიული ერთეულიდან და გრძელდება 100,000 ასტრონომიულ ერთეულამდე. ეს არის წარმოუდგენელი მანძილი. მას აქვს უფრო თეორიული სტატუსი ვიდრე პრაქტიკული, იმიტომ რომ მისი დანახვა ხელსაწყოების საშუალებით ჯერჯერობით არ შეგვიძლია. და უბრალოდ ასტრონომების და მათემატიკოსების გამოთვლით ის აუცილებლად უნდა არსებობდეს, სხვანაირად ვერ ახსნიან გრძელპერიოდიან კომეტების არსებობას. შემადგენლობა, როგორც ვარაუდობენ, ეს არის ტრილიონობით ყინულის ნამტვრევი, ყინულოვანი ობიექტი, რომლებიც მზის დაბადებამდე გიგანტმა პლანეტებმა თავისი გრავიტაციით გადასახლებაში გაისროლეს, შეიძლება ითქვას და აქვე მთავრდება მზის ძალაუფლება, მისი მიზიდულობის ძალა. აქ არის გრავიტაციული ზღვარი, ანუ ოორტის ღრუბლის დასასრული, რომელიც უკვე გადაკვეთეს ვოიაჟერ 1-მა და ვოიაჟერ 2-მა და სწორედ აქ გახლავთ საბოლოო წერტილი მზის ზეგავლენისა. ყველაფერს აქვს დასაწყისი და სამწუხაროდ ყველაფერს აქვს დასასრული. როგორი იქნება მზის სისტემის უკანასკნელი დღეები? ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რომელიც ვარსკვლავურ ევოლუციასა და ფიზიკის უმთავრეს კანონებამდე მიგვიყვანს და მოკლე პასუხი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე. თვითონ ვარსკვლავის, ანუ ჩვენი მზის ბედს გადაწყვეტს ისევე როგორც სხვა ვარსკვლავებისა მისი მასა. ჩვენი მზე მიუხედავად რომ ჩვენ გონია რომ იგი ძალიან დიდია, სინამდვილეში არ არის. კოსმიური მასშტაბებით იგი წარმოადგენს საშუალო წონით კატეგორიაში გადის და მას ეს წონა არ ყოფნის იმისათვის, რომ დიდი ვარსკვლავების მსგავსად გადაიქცეს ძალიან მრისხანე შავ ხვრელად. ჩვენი სისტემა უკვე სტაბილურია დაახლოებით 4,5 მილიარდი წელია, ეს სტაბილურობა არადიული არ არის და ვარსკვლავური ევოლუციის კანონები გარდაუვალს ხდის იმ დღეს, როდესაც მზე თავის უკანასკნელ ამოსუნთქვას გააკეთებს. წყალბადის კრიზისიდან იწყება ეს ბოლო ამოსუნთქვა, რომელიც დადგება დაახლოებით გამოთვლილი არის 5 მილიარდი წლის შემდეგ. მზის ძირითად საწვავს წარმოადგენს წყალბადის ატომები, ანუ 4 ატომი წყალბადი უერთდება ერთმანეთს, გამოიყოფა გიგანტური ენერგია, კოლოსალური ენერგია და წარმოიქმნება ჰელიუმის მოლეკულა. ეს საწვავი ნელ-ნელა შემცირდება, დაპატარავდება და როდესაც იგი მიაღწევს კრიტიკულ ზომას, ანუ ეს მოხდება ისევ მეორე 5 მილიარდი წლის შემდეგ,
გრავიტაციას დაკარგავს, ანუ შეკუმშვის ძალას, ანუ მიზიდულობის ძალას დაკარგავს ჩვენი მზე და ის ნივთიერებები, რომლებიც ცდილობდნენ მისგან გაქცევას, გაიქცევიან. აი ამ დროს მოხდება მზის გადაქცევა წითელ გიგანტად, რომელიც 100-ჯერ უფრო დიდი და 2000-ჯერ უფრო კაშკაშა იქნება გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე დღეს არის მზე. ეს მოასწავებს იმას, რომ მერკური, დედამიწა და მარსი და ვენერა როგორც ჩანს მოყვებიან აი ამ კატასტროფის ზონაში, მზე ამის შემდეგ დაიწყებს დაპატარავებას. და სიცოცხლის ზონა შესაძლოა გადაადგილდეს იქეთ თქვა თანამგზავრებისკენ, არ არის გამორიცხული ევროპისკენ, იოსკენ და ასე შემდეგ. ეს არავინ იცის 5 მილიარდი წლის მერე ხდება ეს ყველაფერი. მზე დიდხანს ვერ გაუძლებს წითელი გიგანტის სტატუსს, ამიტომ იგი საბოლოოდ ამოახველებს, შეიძლება ითქვას, თავის გარეფენებს კოსმოსში, რის შედეგადაც გაჩნდება პლანეტარული ნისლეული. გაზისა და მტვრის ულამაზესი მანათობელი ღრუბელი, რომლისგანაც ოდესღაც ჩვენი მზის სისტემა შეიქმნა, ხო, გახსოვთ, რომ ჩვენ მესამეული ვართ. ფაქტიურად ეს შეიძლება იყოს ნისლეული, საიდანაც უკვე მეოთხეული ვარსკვლავი შეიქმნება, რომელიც თავის ირგვლივ შემოიკრიბავს კვლავ პლანეტებს და ვინ იცის ერთ-ერთზე კვლავ გაჩნდეს სიცოცხლე. ცენტრში დარჩება ეგრეთ წოდებული თეთრი ჯუჯა, ის რაც დარჩა ჩვენი ვარსკვლავისგან და იქნება დედამიწის ხელა. წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა. იგი ნელ-ნელა გაიცლება ენერგიისგან და მილიარდი წლის გასვლის შემდეგ გადაიქცევა უკვე სრულიად უხილავ შავ ჯუჯად. ის პლანეტები, რომლებიც გადარჩებიან, იუპიტერი, სატურნი და სხვა გიგანტები, ამ შავი ჯუჯის ირგვლივ მოძრაობას, მაგრამ ეს იქნება უსინათლო, ბნელი და გაყინული მოძრაობა. გალაქტიკური შეჯახება ჩვენ გალაქტიკასა, ირმის ნახტომსა და ანდრომედას შორის მოსალოდნელი არის 4 მილიარდი წლის შემდეგ ამ ყველაფრიდან და ამან შეიძლება მზის სისტემა, ანუ ის ნარჩენები, რაც კი არის ეგ დარჩენილი უკვე ორბიტიდან საერთოდ სხვაგან გასწორწმოს. მზის სისტემის სიკვდილი არ გახლავთ ტრაგედია, ეს არის ციკლის ნაწილი, რომელიც მუდმივად ხდება კოსმოსში, ის რაც ჩვენგან იქნება დარჩენილი და მომავალში სხვა ვარსკვლავებისა და სხვა პლანეტების საშენი მასალა გახდება და ვინ იცის ერთხელაც ამ ვარსკვლავური მტვრისგან, საიდანაც ჩვენ მოვედით და სადაც ჩვენ დავუბრუნდებით, ერთ დღეს კვლავ ვარსკვლავებს დაუბრუნდეთ და მილიარდობით წლის შემდეგ სიცოცხლის აგურებად ვიქცეთ. ასე რომ ძალიან საინტერესო მოგზაურობა ელის იმ ყველაფერს, რაც დედამიწისგან და სხვა პლანეტებისგან და მათზე არსებული ნივთიერებებისგან დარჩება. დღესულ ეს იყო, მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ, იმედია ბოლომდე ნახეთ ვიდეო, გაუძელით და დამიწერეთ კომენტარებში თუ რამე არ მოგეწონათ, ან პირიქით მოგეწონათ და გინდათ რომ რომელიმე თემა უფრო განვავრცო და მე ვეცდები რომ მომავალ ვიდეოებში მე ახლა მინდა რომ ცოტა თემები შევცვალო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასტრონომიას ჩვენ ვერ მოვწყდებით ვერასდროს, ეს არის ამოუწურავი მასალა, ეს არის საოცრად საინტერესო ფაქტები, რომლებიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ აღმოჩენებით დგინდება ძალიან ბევრი უცნაური რამ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მინდა კარგი კვირა გისურვოთ და როგორც შეეფერება გაზაფხულის ამინდები გამოსულიყო საბოლოოდ ჰამბურგშიც, თბილისშიც და ნიუ-იორკშიც და საფრანგეთში და ავსტრალიაში, რა ვიცი, საიდანაც არ უნდა მიყურებდეთ. სხვადასხვა ძალიან მაინტერესებს და იქნებ დაწეროთ, ვინ საიდან უყურებთ ჩემს ვიდეოებს, იმიტომ რომ მე უბრალოდ გეოგრაფია მაინტერესებს, კი მაძლევს ანალიტიკას YouTube-ი, მაგრამ მაინც კონკრეტულად დამაინტერესა, იმიტომ რომ იქნებ შეუსაბამო თქვენს საცხოვრებელ ადგილს მომავალი ვიდეოები. ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.